მშვიდობისა პირდაპირ ეთერშია თოქ-შოუ რეაქცია, რომელსაც ყოველ პარასკევს წარმოგიდგენთ მე, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. მოგესალმებით ყველას, ვინც გვიყურებს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. ორი წელი ხელისუფლებაში და პრემიერის ორწლიანი ანგარიში, პრობლემები, რომელიც რიგით ადამიანებს აწუხებს და პასუხები, რომელიც ხელისუფლების გასაცემია. ხდება საპრემიერო კულუარებში რა სიტყვის გიორგი მარგველაშვილზე და სულდა თუ არა პრეზიდენტის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაპირისპირება რა სიტყვის ირაკლი ალასანიაზე გადაყვება თუ არა თავდაცვის მინისტრი საკუთარ სამინისტროში ატეხილ სკანდალს ირაკლი ღარიბაშვილი დღეს რეაქციის პირდაპირ ეთერში გვიყურეთ საღამოს 10-ზე. სოფლის მეურნეობის სამინისტრო სკანდალის შემდეგ, რომელსაც მინისტრ კირვალიძის სავარძელი გადახვა, მეორე სკანდალში თავდაცვის სამინისტრო ეხება გეგმავს თუ არა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ალასანიასთან დამშვიდობებას. ბრალდება რაც წაგენებული აქვს თუ დადასტურდა ეს ესე უბრალოდ ვერ ჩაივლის ამას ალბათ ძალიან სერიოზული პოლიტიკური პასუხისმგებლობაც უნდა მოყვეს. ჩემ საწყენია პირადად რა თქმა უნდა დაველოდოთ ყველანი გამოძიებას. რა ხდება მთავრობაში, რა ხდება სახელისუფლებო გუნდში, რა ხდება კოალიციაში. რა ინფორმაცია აქვს მთავრობის მეთაურს ნაციონალური მოძრაობის მიერ 15 ნოემბრისთვის დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით და ვის გულისხმობს მოღალატეებში. გეგმავენ პროვოკაციებს. აბირები რომ 15 ლარი გადაუხადა მოქალაქეებს, შემდეგ ერთმანეთი აცემენ. მათი დამსახურება არის რომ აფხაზეთი და ოსეთი არის დღეს ოკუპირებული, ხოდორი დავკარგეთ, 100 მეტი სოფელი, 25-ზე დევნილი მივიღეთ მათი პოლიტიკის შედეგი. არულ შემთავრობას სპეკულირებას ამ საკითხზე მიცენ ადამიანებს უფლება გამოხატონ თავის პროტესტი მთავრობის უნიათობის, უქნარობის და უსახურობის წინააღმდეგ. შეთავაზება აფხაზებს და მოლოდინები არის თუ არა შანსი შეხვდეს პუტინს, რას თulis საკუთარი გუნდის მთავარ წარმატებად და რას წარუმატებლობად. რომელია მისი ფავორიტი მინისტრი და ვინ იმსახურებს პრემიერის საყვედურს ყველაზე ხშირად, გეგმავს თუ არა იანვარში სამთავრობო ცვლილებებს, უთანხმებს თუ არა საკუთარ გადაწყვეტილებებს წინამორბედ პრემიერს და რა სიხშირით ხდება ბიძინა ივანიშვილს. რა აქვს სათქმელი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც 2012 წელს ქართული ოცნების გვერდით იდგნენ და რომლებმაც ივანიშვილის გუნდს გამარჯვება მოაპოვებინეს. დღეს იმედის პირდაპირ ეთერში საღამოს 10-ზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეაქცია 32 წლის პრემიერის განვლილი და დარჩენილი 2 წელი. მაშასე დავიწყოთ პრეზიდენტის ვეტო და პარლამენტში ვერ მოგროვებული უმრავლესობის საჭირო ხმები ვეტოს დასაძლევად. მთელი დღის განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ თითქმის ყველას პოლიტიკური შეფასებები გარდა ერთისა. ეს ერთი მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილია და რეაქციის სტუდიაში ის რამდენიმე წამში შემოვა. მანამდე კი მოდით ერთად გავარკვიოთ რა არის ხალხის მთავარი დაკვეთა ხელისუფლების მიმართ, რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილები, სამართლიანობის აღდგენა თუ ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გადაჭრა. ეს იქნება სწორედ ჩვენი დღევანდელი ინტერაქტივის შეკითხვა. დარეკეთ ზარი უფასო, ასევე გამოაგზავნეთ თქვენი მოსაზრებები ჩვენს Facebook გვერდზე სახელწოდებით რეაქცია და თქვენი შეტყობინებები მთელი გადაცემის განმავლობაში გავა პირდაპირ ეთერში. მაშასე ელოდა თუ არა რომ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებდა და რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც გიორგი მარგველაშვილის განცხადება მოისმინა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეაქციის სტუდიაში. საღამო მშვიდობის, ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ხო, დაბრძანდეთ ბატონო ირაკლი, მოულოდნელი იყო თქვენთვის ვიდრე დაბრძანდებით ის რაც დღეს 12 საათზე მოისმინა სრულიად საქართველომ. რა მოხდა? მოხდა რაღაც საინტერესო, გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი და მან გამოიყენა პირველად არსებობის ისტორიაში მისი თქვენი ხელისუფლების უпростоრეთ ვეტოს უფლება. როგორი იყო თქვენი რეაქცია და იცოდით თუ არა რომ ეს მოხდებოდა? კი ბატონო, პირველ რიგში მოგესალმებით თქვენს მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის სტუდიაში. მადლობა რომ მონაწილეობთ. მე ძალიან კარგად მახსოვს, ძალიან საინტერესო საუბარი გქონდა გასულ რამდენიმე თვის წინ ვიყავი აქ სტუდიაში ბოლოს და მახსოვს ძალიან საინტერესო საუბარი შედგა. რომ იმედი მაქვს რომ ძალიან საინტერესო რესპონდენტი ხართ. კი, მეც მახსოვს, ძალიან საინტერესო რესპონდენტი ხართ, სწორედ ამიტომ ვიტოვებ იმედს რომ დღეს გამოგვივა ასევე ძალიან საინტერესო ინტერვიუ. პირველი შეკითხვა. დიახ, რასაკვირველი. დღეს რა ხდება თქვენს დაადეთ ვეტო? ხალხ, სად არის ხალხი? არა, მე ავხსნი ახლა რატო არ ყავს სახალხის სხვა ჩვენს Facebook-ზე და ამისვეს დღეს ეს კითხვა რომ რატომ არ უნდა ყავდეთ აუდიტორია მაყურებელს მინდა შევახსენოთ თქვენს მოგაწვით ინფორმაციას, არ ვიცი იცით თუ არა, კვირას ანუ ზედ ვიწყებ ძალიან დიდ თოქ-შოუს და კეთდება უზარმაზარი სტუდია ამ სტუდიაში სწორედ და ამის გამო ვინაიდან თქვენც ხედავთ რომ ამ სტუდიის მიღმა მიდის არემონტო სამუშაოები, ჩვენ იმ სტუდიის აწყობა მეორე ნაწილის ვეღარ მოვასწარი და ამიტომ აღარ ყავს ხალხის პირობას დავდებ ბატონო პრემიერ-მინისტრო რომ შემდეგი
თქვენი სტუმრობისას გადაჭედილს დაგახვედრებთ ამ დარბაზს და ხალხის პირისპირ ძალიან მოგიწევთ. ეხლა საპატიო მიზეზი გვაქვს. კი ბატონო, გავიმეორებ მე ჩემს შეკითხვას. გასაგებია. დღეს რაც მოხდა რეაქცია. ეს ნორმალურია აბსოლუტურად. ეს არის დემოკრატია. ეს არის ის რაც ქართულ ხალხს სურდა, ეს არის დემოკრატია, ჩვეულებრივი ხა. ერთ საკითხი არის რამდენად სწორი იყო არ იყო სწორი, მაგრამ მე ამის განხილვაში არ შევარ, ჩემი არაკორექტულია რომ ვისაუბრო და შეფასებები გავაკეთო რამდენად სწორი იყო, რამდენად მართებული იყო. მაგრამ ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ეს არის მისი კონსტიტუციური უფლება. ეს არის მისი ნება და ამის თაობაზე განმარტებები გააკეთეს პარლამენტში ჩვენმა უმრავლესობამ. იმაჩნევა ღირსეულად იმოქმედა, ღირსეულად უპასუხა, ასე ვთქვათ, პარლამენტმა და საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას. მე აბსოლუტურად ნორმალურად უყურებ ამ პროცესს. აქ არავით არის განსაკუთრებული არაფერი არ ხდება. არა, ჩვენთვის ეს იყო ძალიან საინტერესო თავისთავად. საინტერესო ხუმრობა მოვისმინე პირველი ანეკდოტი რაც დაიბადა პარლამენტში რომ ესე იგი ბატონი დავით საგნეძე ისე გაბრაზდა რომ გადაწყვიტა რომ პრეზიდენტს ვეტოს უფლება ჩამოართვას, მაგრამ მეგონი ეს არ მოხდება. არ მოხდება? არ მოხდება რა თქმა უნდა არა. ეს ხუმრობით, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ჩვეულებრივი ბევრი უფლება აქვს მას უკვე ჩამორთმეული რომ ბუნებრივია ახლა შესაძლებელია ასეთი კითხვაც. მე შემთხვევაში მინდა რომ გითხრათ რომ მოსახლეობის განმარტო რომ პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს დღეს აქვს დაბალანსებული ურთიერთობა და ეს არის ნორმალური. ახალი კონსტიტუციის პარაგრაფში ჩვენ ვართ ნორმალურ კონსტრუქციულ ურთიერთობაში. აქ არავითარი განსაკუთრებული არ ხდება. ეს არის ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესი, მუშა პროცესი. არც ერთი უფლება, არც პრეზიდენტს, არც პარლამენტს, არც მთავრობას არ ჩამორთმევია ამ ორ წლის განმავლობაში პირიქით. ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ, მაგრამ ყველამ უნდა ვისწავლოთ ჩვენს ჩარჩოებში, ჩვენს პარაგრაფში მოქმედება. არც ერთ ორგანოს, არც შტოს არ უნდა ჩამოვართოთ რაიმე უფლება ამ პირიქით. არც ერთმა უნდა მიესაკუთროს, ან რომ მეორეს კომპეტენციაში უნდა ჩაეჭრას, არ უნდა შეიჭრას, ხო? ეს ნორმალურია და ამ სჭირდება შეგუება. მოსახლეობისთვის ძალიან რთული იყო, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის შემდეგ, რა თქმა უნდა, რთული იყო შეგუება იმ ახალ რეალობასთან, რომელიც დამკვიდრდა საქართველოში, მაგრამ ეს არის ჭეშმარიტი დემოკრატია. ჩვენ ვაჩვენებთ რეალურ დემოკრატიას საქართველოში. ეს არის ის, რადგან საქართველო და მე პირადად მაგალითად ვოცნებობდი და ქართული ხალხი რომ იყოს თავისუფლება, იყოს ლაღი ურთიერთობები და იყოს გახსნათ საუბარი ნებისმიერ თემაზე. და არ ვიყოთ შებოჭილები და არ ვიყოთ დაკომპლექსებულები, რომ იმის თაობაზე თუ რომელიმე დეპუტატი იტყვის რაღაცას, ამის თაობაზე არ უნდა მოყვეს რაღაც სკანდალი და რაღაც აჟიოტაჟი არ უნდა ტყის ამის თაობაზე. კარგით, მე მაშინ უბრალოდ შეგახსენთ, რომელი უფლება ჩამოურთმევიაო და ორდენების გადაცემიდან დაწყებული და უშუალოდ საგარეო ვიზიტები დამთავრებული. სულ იყო ეს თემები, მე დღეს უფრო სერიოზულად მე მინდა რომ მაგაზეც გიპასუხოთ, იმიტომ რომ არა, ანუ მოსახლეობას არ უნდა დარჩეს პრეზიდენტის უფლება მოსილება. არასწორი განცდა არ უნდა შეუქმნათ მოსახლეობაში. საჭირო მეტი კომუნიკაცია ხალხთან, ხალხს აუხსნათ რომ არავინ არავის არაფერს არ ართმევს. ჩვენ რეალურად 100-ზე მეტი თუ შეიძლება მიშლება ძალიან ბევრი ათეულობით კანონი მოვიყვანეთ შესაბამისობაში კონსტიტუციასთან, ანუ ახალ რეალობასთან. რომ დღეს პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი. ეს ფუნქცია მთლიანად გადაეცა მთავრობას, მთავრობის მეტაურს, პრემიერ-მინისტრს მთავრობას მთლიანად, რომელიც არის აღმასრულებელი ხელისუფლება. პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, მას აქვს გაწერილი უფლების, ასე ვთქვათ, მოვალეობები და აქვს საინტერესო უფლებები, მაგალითად ვეტოს უფლება, რომელიც დღეს გამოიყენა პირველად. ხოჭოთ მე ვიცი რომ 2 წლის წინ, უბრალოდ 1 წლის წინ აპირებდა ასევე გამოყენებას ვეტოს გამოყენებას, მაგრამ მაშინ ჯერ გადაიფიქრა, მაგრამ ეს შეუძლია. არ ვიცი, აბა დარწმუნდა რომ არ იყო ამის გაკეთება საჭირო, მაგრამ ანუ მე რაც ვიძახი რომ პარლამენტს აქვს თავისი გაწერილი ფუნქციები, დღეს პარლამენტი აღარ არის შეუძლებელი, ასე ვთქვათ, ნოტარიუს ფუნქციას აღარ ასრულებს. ის რაც ხდებოდა სააკაშვილის დროს, რომ შეუძლებელი ნოტარიული, ასე ვთქვათ, შტამპების გამოშვების ორგანო იყო. დღეს პარლამენტში თქვენ უყურებთ როგორი გახსნილი ურთიერთობა არის, გახსნილი, ასე ვთქვათ, შაბასი დებატები მიმდინარეობს. ითხოვს უსამი თავისუფლად მინისტრებს, მის მოადგილეებს, მიდის ცხარე დებატების შემთხვევაში კრიტიკაც მიდის. ეს ნორმალურია. მე ამას არ ვეცინამდი, არ შევეცინამდი, მანამ სანამ ჩვენ გვაქვს პრეტენზია რომ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო. და ჩვენ ასეც ვიქნებით, მანამ სანამ ვართ ხელისუფლებაში. კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს დემოკრატიას. ეს არის ყველაზე მთავარი მონოპოლარი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მოიპოვა ქართულ ხალხთან ერთად თავისუფლება. ეს არის ყველაზე მთავარი მონოპოლარი. ალბათ ნინგა მედია დღეს არის თავისუფალი, მე ამით ვამაყობ და ვინამაყებ ყოველთვის. და მე ადრე გავიმეორე და მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას რომ მიუხედავად იმისა რომ მედიაში ძალიან ხშირად ხდება არასწორი ინფორმაციის გაშუქება, საერთოდ არ ხდება გაშუქება პოზიტიურია, ასე ვთქვათ, მოვლენების და ასე შემდეგ, ხშირად დამახინჯებულად აზრიან ინფორმაციას მოსახლეობას, ხშირად მესმის კრიტიკა, არაობიექტური კრიტიკა, სუბიექტური კრიტიკა, არაჯანსაღ კრიტიკა, მაგრამ მე ამას ვეგუები, ვინაიდან ჩვენ გვაქვს პრეტენზია რომ ვართ ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო, დემოკრატიული ხელისუფლება. და მე როგორც ადრე შეგფრიდით, კიდევ ერთხელ მინდა რომ აქ დაგიდასტოთ სტუდიაში, რომელიც რამდენიმე წლის წინ სააკაშვილმა დაარბია. და ეს ხელისუფლება, ეს ტელევიზია პირდაპირ გზით მისმა ხელისუფლებამ ჩაიგდო ხელში. მე გიდასტურებთ რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის რომ მედია იყოს აბსოლუტურად თავისუფალი და ხელშეუხებელი. ჟურნალისტები უნდა იყოს მაქსიმუმად დაცულები. ეს არის ჟურნალისტი მათი ოჯახის წევრები და ასე შემდეგ. ყველა აბსოლუტურად ვინც არის მედიის წარმომადგენელი. ეს არის ჩვენი მთავარი სიმდიდრე.
ახალგაზრდა დემოკრატიის. მეორე მთავარი მონოპოლი რაც არის, რაც სასამართლო, რომელიც უნდა გაძლიერდეს, კიდევ უნდა გაძლიერდეს, ვინაიდან ჩვენი ხელისუფლების პირობებში არის 0 ჩაურევლობა, 0% ჩაურევლობის. და მიუხედავად იმისა, რომ არცევ ჯერ კიდევ კითხვები, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები კვლავ ცდილობენ, რომ გავლენა მოახდინოს სამართლოზე, მე მიმაჩნია, რომ მე ვფიქრობ, იმედი მაქვს, რომ ეს გავლენა დღითი დღე სუსტდება და კიდევ უფრო შესუსტდება. ვინაიდან მოსამართლეები დარწმუნდნენ, რომ დღეს სხვა რეალობაა საქართველოში. დღეს ყველა საქართველოში უნდა ემსახუროს სახელმწიფოს, ვინაიდან ჩვენ ქვეყანას აქვს უნიკალური შანსი, რომ ჩვენი ქვეყანა რეალურად ჩვენი სახელმწიფო გავაძლიეროთ მისი ფუნდამენტი საძირკველი, რაც ასე ვთქვათ, იქნება წინაპირობა იმისა, რომ ჩვენი სახელმწიფო გახდეს რეალურად ძლიერი და ხალხი გაძლიერდეს და იყოს ხალხი დაცული. კი ბატონო, მე უფრო კონკრეტულად შემდეგ დაგისვავთ კითხვებს, თქვენ ახსენეთ ხალხი და მე თქვენი 2 წლიანი ანგარიშიდან მაქვს რამდენიმე კითხვა თქვენთვის დასასმელი, მაგრამ მანამდე ისევ იმ შეკითხვას მინდა მიუბრუნდე, რითიც დავიწყე. შესაძლებელია თქვენ ამბობთ, რომ ეს არის დემოკრატია, რომ პრეზიდენტს ჰქონდა ვეტოს გამოყენების უფლება, მაგრამ რამდენად ელოდით თქვენ? ერთი არის, რომ მას რაღაც უფლება ჰქონდა და თქვენ მიჯნავთ ერთმანეთისგან, როგორც ამბობთ. თქვენ რამდენად ელოდით, რომ ვეტოს დადება მოხდებოდა და მინდა რომ გთხოვოთ შეაფასოთ თავისთავად აი ეს ყველაფერი რაც მოხდა დღეს ვეტოს დადება მოსმენების შესახებ კანონ პროექტზე ის ყველაფერი რაც მოხდა პარლამენტში ის ფაქტი რომ თავისთავად უმრავლესობამ გუშინ ვერ მოაგროვა საჭირო 76 ხმა და ასე შემდეგ როგორ აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი აი ამ მთავარ თემას რაზეც გიპასუხეთ ეს დემოკრატია თავდაპირველად ინგა მე მინდა კიდევ გიპასუხოთ რომ მე ვფიქრობ რომ არ არის საჭირო რომ მე ასე დეტალურად ვიმსჯელო ამის თაობაზე ამის თაობაზე პარლამენტმა დღეს გააკეთა არაერთი განმარტება და უმრავლესობის წევრებმა გააკეთეს არაერთი განმარტება მოსახლეობისთვის და ზოგადად მე მიმაჩნია რომ ძალიან გააჭარბებული იყო ის აჟიოტაჟი და ის ხმაური რაც მოხდა ეგრეთ წოდებული მოსმენების თაობაზე კანონს და ამ პროექტზე მიმაჩნია რომ თავიდან მე ეს თქვია და ამის თაობაზე მე დავიმსახურე კრიტიკა სამთავრობო სექტორიდან რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ თვალშორის არის გავრცელებული ასე ვთქვათ მოსაზრება რომ თქოს მე კომუნიკაცია არ მაქვს მე მაქვს კომუნიკაცია მათთან და მე მინდა რომ კიდევ უფრო მჭიდრო კომუნიკაცია მქონდეს სამთავრობო სექტორთან გავრცელებული რომ თქვენ სწორედ მოსმენების თემაზე მათ საქმიანობას ძირგამომთხრელი საქმიანობა უწოდეთ ერთხელ ხო შეიძლება მე ყოველთვის მე გეტყვით რომ მე ვარ პირდაპირ ადამიანი მე ყოველთვის მირჩევნია რომ თქვა ჩემი სათქმელი თუნდაც ის შეიძლება იყოს გადაჭარბებული შეიძლება იყოს ზედმეტი შეიძლება იყოს გაზვიადებული შეიძლება იყოს მცდარი მე არ მაქვს პრეტენზია იმაზე რომ მე ყოველთვის შეცდომელი ვარ და რა თქმა უნდა არ ვარ ჩვენ ადამიანები ვარ და ჩვენს ბევრი რამე გვეშლება მაგრამ ამ შემთხვევაში მიმაჩნია რომ უბრალოდ მე ჩემი ლოგიკური ანალიზიდან გამომდინარე მივიჩნიე რომ რაც ჩავთვალე რომ ეს იყო ხელოვნურად მართული პროცესი ამას მოყვა ლოგიკური შედეგი მე გულისხმობ იმას რომ რუსეთში გამოაქვეყნეს აბსოლუტურად გაუგებარი ჩანაწერები პარლამენტის წევრების და შემდეგ ეს ძალიან გავდა ხელოვნურობას. მე ხელოვნურობა არ მიყვარს და ძალიან დიდი პროტესტი მისცემ, როცა ვხედავ, რომ უსამართლობაა და ხელოვნურობაა. მე ამაში დავინახე ხელოვნური პროცესი, ხელოვნურობა დავინახე ამ პროცესში. მე შეიძლება ვწდები, მე არ გამოვრიცხავ, რომ ვწდები, მაგრამ მოსახლეობას აქვს იმის განშის უნარი, რომ მიხვდეს ვინ არის მართალი და ვინ არის მტყუანი. ზოგადად მე მინდა გითხრათ, რომ მოსმენების თემა ზოგადად ხა არის ყველა პრობლემა, ყველა ქვეყანაში არის პრობლემა. ჩვენს ქვეყანაში იყო კატასტროფა, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში, 9 წლის განმავლობაში. ანუ ყველას მოსმენა ხდებოდა, ყველას ჩაწერა, ყველას გადაღება პირადი ცხოვრების, ჟურნალისტების, დიპლომატების, სასულიერო პირების, ყველა საკუთარი გუნდის წევრების, მე აღარ მინდა შევახსენო საზოგადოება და დავდაგო ისედაც სტრესის ქვეშ მყოფი საზოგადოება ჩვენი მოსახლეობა, მაგრამ ჩვენ ეს დავასრულეთ, მე მინდა შევახსენო ყველას. მათ შორის მათ ვინც მე მაკრიტიკებს ამ მოსმენების გამო რაღაც თითქოს ჩვენ არ გსურს და ისინი გამოდიან როგორც ითქვიან უფრო მეტად დემოკრატია, უფრო მეტად ევროპელები. მე ახლა მოვუყვანთ რამდენი მაგალითი, შემიძლია მოგიყვანოთ. მე ვიყავი ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, ვინც აბსოლუტურად გაასაჯაროვა ეს პროცესი და აჩვენა მოსახლეობას თუ რასთან ქონდა საქმე. მე ვიყავ მთავარი ინიციატორი, რომელმაც გაანადგურა 100,000-ობით უგანოდ მოპოვებული ფაილები, ეს ვიდეო და აუდიო ფაილები, ხო? პირად ცხოვრების ამსახველი მასალები. ამაში მე მაშინ ეს პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე გავხადე. და ჩვენ თვითონ რომ ჩვენ ერთხელ სამუდამოდ დავასრულეთ ეს პროცესი. ეს უკანონო პროცესი. აღარ მისმენთ დღეს. რა თქმა უნდა არ გისმენთ. ბატონო ირაკლი, ერთ კითხვას დაგისვათ მე კითხვას არა, მე გისვათ კითხვას, მე მაინტერესებს პრემიერ-მინისტრის პასუხი რას იტყვის, გვისმენენ თუ არა. კითხვა მინდა დაგისვათ, თქვენი პოზიცია ბრძანეთ რომ მე არ მინდაო ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ერთი წუთი თუ შეიძლება. აი თქვენი შეფასება მაინტერესებს, რატომ გადაიქცა პრობლემად, რომ აი იგივე ის ორი გასაღების პრინციპი გასულიყო, რასაც ითხოვენ. როგორი არის თქვენი პოზიცია ამ მოსმენებთან დაკავშირებით, ვის ხელში უნდა იყოს ეს ორი გასაღები და თქვენ
მახსენეთ ჩანაწერები. თავის დროზე, აი როდესაც სასამართლოს უნდა კონდეს თუ არ უნდა კონდეს ეს გასაღები მოსმენებთან დაკავშირებით, ერთი რამ მახსენდება, თავის დროზე ის 28,000 რაღაც ჩანაწერი, რომელიც თქვენ შემდეგ ნაწილი გაასაჯაროვეთ ჟურნალისტების თვალწინ, იყო თვალთვალი და ჩაწერები მოპოვებული სწორედ სასამართლოს გვერდის სავლით, ანუ სასამართლოს ნებართვის გარეშე. დღეს, აი როდესაც არის საუბარი ამ ყველაფერზე, ჩვენ რის იმედად უნდა ვიყოთ, თუ კი არ იქნება ეს ორი გასაღები ოპერატორების და სასამართლოს ხელში. კეთილსინდისიერი შინაგან საქმეთა მინისტრების იმედად. აი მე დაგისვით კითხვა და თქვენ ლოგიკური შეკითხვა. აბსოლუტურად. მეც იგივე შეკითხვა მაქვს და მექნებოდა ალბათ ყოველთვის. მაგრამ მინდა განგიმარტოთ კიდევ ერთხელ. ჩემთვის გაუგებარია, თუმცა მე მესმის რომ საკმაოდ რთული საკითხია, რომ ამდენ ხანს ვერ შეძლებს რეგულაციების მოფიქრება პარლამენტში, ასე ვთქვათ, ცხარე და ჟაბაასი და დებატები ამის თაობაზე. მაგრამ აღმოჩნდა რომ კიდევ დამატებით დროს საჭიროებს ის ჯგუფი, რომელიც მუშაობს მოსმენების რეგულაციებზე, მაგრამ მე მინდა საზოგადოებას განვმარტო. საუბარი იმის თავზე მოსმენების კანონი არის დაურეგულირებელი და ასე შემდეგ. მე მინდა გითხრათ რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ესე იგი ძალიან დიდი პროგრესი მიაღწია ფარული საგამოძიებო მოქმედებების დარეგულირების ნაწილში. ეს იყო პირდაპირ რეკომენდაციები, რომელიც ჩვენ გავითვალისწინეთ, ეს იყო რეგულაციები, რომელიც ჩვენ მივიღეთ ევროკავშირის ავსტრიების ხელშეკრულების პარაგრაფში და ჩვენ გვაქვს თითქმის 90% შესრულებული პირნათლად. ჩვენ შევქმნით იცით ალბათ რომ ერთ-ერთი ინიციატორი მეც ვიყავი და ჩვენი ხელისუფლება ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც შექმნა ესე იგი პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და ამ ინსტიტუტს ჩვენ ეს არის სიახლე, მაგრამ ჩვენ ამას ვაძლიერებთ ყოველდღიურად და პირდაპირ ასოცირებაში გვიწერია, რომ აღნიშნულ ინსტიტუტს, ანუ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს უნდა მივცეთ მეტი უფლებამოსილება და მას უკვე მივანიჭეთ უფლებამოსილება. ეს შეიძლება საზოგადოება არ იცის, მინდა კიდევ ერთხელ განმარტო, რომ მას გადაეცა უფლებამოსილება, რომ ყველა ის კანონიერი, ასე ვთქვათ, რაც არის ეგ მოსმენების, ასე ვთქვათ, და ასევე მოსამართლის მიერ გაცემული ნებართვები, ამის ასლები ყველაფერი მიდის ამ აღნიშნულ ინსტიტუტთან, ანუ ინსპექტორთან, რომელიც ახორციელებს მონიტორინგს პოლიციის საქმიანობას. და მე მინდა უბრალოდ შეცდომა შევიყო საზოგადოება ამის თაობაზე. ჩემზე მეტად კომპეტენტური ადამიანები იგივე ბატონი იზორია და სხვები განმარტავენ ამის თაობაზე, თუ რა პროგრესი მიაღწია ჩვენმა ხელისუფლებამ. ანუ დარჩა მხოლოდ მცირე, თუმცა მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც საჭიროებს რეგულაციას, ხო? ეს არის მუდმივი და პირდაპირ წვდომა ელექტრონულ კომუნიკაციებზე. მე შემიძლია გითხრათ, რომ ამ დღეების განმავლობაში, მანამდეც ჩვენ ვისმინდით ინფორმაციას იმის თაობაზე, თქოს ეს არის ერთადერთი ქვეყანა საქართველოს, სადაც ეს პოსტსაბჭოური თუ რაღაც საბჭოური გადმონაშთი არის ამ მოსმენების თუ პირდაპირ წვდომა. ეს არასწორია. მე შემიძლია გითხრათ უბრალოდ რამდენიმე ხუთ სახელმწიფო, რომელიც არის განვითარებული და რომელიც არის ჩვენთვის სამაგალითოდ, თუნდაც დავიწყე პოლონეთით, რომელიც არის მართლაც სამაგალითო, იმიტომ რომ პოლონეთმა მიაღწია წარმოუდგენელ წარმატებას ბოლო 10 წლის განმავლობაში და ჩვენ უნდა ვიყოთ მართლაც პოლონეთის მიმდევარი. პოლონეთი არის ქვეყანა, სადაც პირდაპირ აქვს ეს წვდომა და უბრალოდ აქვს მათ მონიტორინგი და კონტროლი, იმის მომხრე ვარ და პირადად მე ვარ მასხოთ მოწადნებული და დაინტერესებული მოხდეს კონტროლი და მონიტორინგი. შუს მიერ წარმოებულ მოსმენებზე, ხო? რომ არ მოხდეს ის, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში, რაც თქვენ მკითხეთ მაგალითად. მის იმედზე უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, მეც იგივე კითხვა მაქვს, რატომ უნდა ვენდოთ, შეიძლება დღეს კეთილსინდისიერი არის ხელისუფლება, მთავრობა, მაგრამ ხვალდაზე გარის რა მოხდება. თუმცა ხვალდაზე თუ მოვა საკავშირის ნაირი, ასე ვთქვათ, პირველად თუ ვიძახ, თეორიულად ვიძახ, ხო? 10-20 წლის მერე თუ განმეორდება და რაღაც შეცდომას დაუშვებს ქართული ხალხი და მოიყვანს ხელისუფლებაში ისეთ ადამიანს ანტიეროვნულს როგორც იყოს თუნდაც სააგაშვილი, რა თქმა უნდა ის მაკლავად ჩაიდენს გადაცდომას. კლავას დაარგოს ამ გამოს, მაგრამ მე რას ვიძახი, რომ ჩვენ მაქსიმუმს უნდა შევქონოთ სისტემა, რომელიც დაიცავს მოქალაქეებს. მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ არ უნდა შევქონოთ ისეთი სისტემა, რომელიც დაარგოს მოქალაქეებს უსაფრთხოებას და ყველაზე მთავარ კანონს. ასე რომ მაგალითად პოლონეთი, უნგრეთი, საფრანგეთი, ისრაელი, ხორვატია არის ქვეყნები, წარმატებული ქვეყნები, რომლებიც არიან მაგალითის მოცემი ჩვენთვის. ამ ქვეყნებში მაგალითად გეტყვი, ეს არის სულ რაღაც 5 მაგალითი. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში არის განსხვავებული მიდგომები, განსხვავებული მოცემულობა, განსხვავებული რეალიებია. ჩვენს ქვეყანაში უნდა გავითვალოთ ჩვენს ქვეყანაში არსებული გამოწვევები, შიდა იქნება თუ გარე, საფრთხეები. ასე რომ ჩვენ საკმაოდ სენსიტიურ რეგიონში ცხოვრობთ. მაგრამ მე არ ვიძახი იმას, რომ ეს საკითხი არ უნდა დარეგულირდეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პარლამენტს მეც მქონდა კონსტატაციები, რომ დროზე დაესრულებინათ ეს რეგულაციები და მე მაქვს ძალიან მალე მოაგვარებენ ამ პრობლემას. კარგით, მაშინ ვიდრე სხვა თემაზე გადავალთ, უბრალოდ მითხარით, ვის ხელში უნდა იყოს შსს-ს თუ ემხრობით იმ ორი გასაღების პრინციპს? არა, მე გეტყვით, რომ მე გუშინ საკმაოდ ცუდად განმარტე, ხო? მე აბსოლუტურად გულწრფელად გითხარით და იგივეს გავგიმეორებთ. ხა მე ჩემი კიდე გითხარით, რომ მე ვარ პირდაპირ და მე შენ პირდაპირ გითხრა ჩემი სათქმე. მე მიმაჩნია ვინაიდან ვიცი რა ეს სფერო და ვიცი რა ეს გამოწვევები და პრობლემატიკა კარგად საკმაოდ ღრმადურად გარკვეული ამ პრობლემატიკაში. მე მიმაჩნია, რომ ეს
ეგრეთ წოდებული გასაღები. მე მინდა გასაღები აუხსნა მოსახლეობას. წვდომა გასაღებია ტექნიკური საშუალებები, რომელიც ეს არის უამრავი სერვერები და ტექნიკური საშუალებები, კაბელები და შემდეგ, რა თქმა უნდა. ამის ერთი ხელის მოსმით და თქმა იმის თაობაზე, რომ ეს კონდეს მოსამართლეს ოპერატორებს და შემდეგ, შეიძლება თქვენს მოგინდეთ ამის ფლობა, გასაღების ფლობა. გაინტერესებს გასაღების ფლობა. ეს რა თქმა უნდა არის ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანს შეიძლება აქვს თეორიული ცოდნა, მაგრამ პრაქტიკასთან როცა არ აქვს შეხება, გაქვს დამახინჯებული ინფორმაცია, ამიტომ საჭიროა მოусმინოთ იმ ადამიანს, რომელსაც აქვს პრაქტიკასთან პირდაპირ შეხება. არ შეიძლება პრაქტიკის გარეშე თეორია დაანერგოს სახელმწიფოში. ჩვენ ამით შეიძლება თუ მხოლოდ თეორიის მიხედვით ვიხსენებთ და ვიმუშავებთ, ხო? შეიძლება სახელმწიფო დაანგრიოს ადამიანმა. მე რა თქმა უნდა მაგას არ დაუშვებ, ყოველ შევეწინააღმდეგებ ისეთი კანონის მიღებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენ მოქალაქეების ურთიერთობას. მაგრამ მეორე მხრივ და დაასუსტებს სახელმწიფოს. მე არასოდეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება დარწმუნებული არ გაკეთებს ის რაღაცას, რომელიც დაასუსტებს ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს მოქალაქეების ურთიერთობას. არა, გულისხმობ იმას, ან საფრთხეს შეუქმნის. მე პირდაპირ გეტყვით, რომ მე გუშინ ვთქვი, რომ სამი კომპანია, რომელიც არის მთავარი ძირითადი მობილური ოპერატორები, რომლებიც ამბობენ, რომ მათ არ უნდათ აღნიშნული გასაღების ფლობა. მაგთი, ჯოსელი, ბილაინი. კი ბატონო, ეს ერთი. და მეორე, მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ვიცი რა საფრთხეები და ვიცი რა სპეცსამსახურების მუშაობის, ასე ვთქვათ, ზოგადად მათი მუშაობის სპეციფიკა. დიახ. არსებობს ძალიან მარტივად რო აგიხსნათ, მოქალაქეებს რო მოსახლეობას რო აგიხსნათ, ძალიან მარტივი, ასე ვთქვათ, საშუალებები, რომ მოხდეს თუნდაც შემოღწევა, შეხწევა მოხდეს ამ კომპანიებში და თუნდაც მაგალითად თუ მათ ექნებათ ეს გასაღები და კონტროლი ექნებათ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და კომუნიკაციებზე, ხო? და ამ კომუნიკაციის მოპოვებაში ხდება გაფრთხილებაში, დაცვა სჭირდება. ეს რა თქმა უნდა რისკის შემცველია. და არც ერთ სახელმწიფოში, მე თქვენ ვერ დამისახებთ, თქვენ კი არა, უბრალოდ ადამიანები, რომლებიც ოპონირებენ ამას, ოპონირებას უწევენ, ხო? ვერც ერთ სახელმწიფოში ვერ დამისახებთ მაგალითს, სადაც უცხოური კომპანიები ფლობენ ამ გასაღებს. თუ ასეთი არის, თუ ასეთი მაგალითი აქვს, ვთხოვთ რომ საზოგადოებას გაუზიარონ ეს ინფორმაცია. ხო, თუმცა თუ აი უცხო ქვეყნის ინტერესი იქნება და აი ამ კომპანიას ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება რომ კონდეს წოდომა ამოშენებს, თუ ეს არის უცხო, მოდით არ ვიდაოთ ამ თემებზე, თუ მოსახლეობას მინდა განვმარტო. ანუ რა პრობლემაა ეხლა თუნდაც თუ მომდებათ რომ ინფორმაცია მიიღოს. უცხოური ქვეყნების, უცხოური კომპანიებს გადასცემს ამ საშუალებას კონტროლის გარეშე და ეს ყველაფერი იქნება ხელმისაწვდომი მათთვის. ეს არის პირდაპირ დანაშაული. სახელმწიფო ჩაიდენს დანაშაულს, მათი მოქალაქეების უსაფრთხოება და სახელმწიფო საიდუმლო, რომლის გამჟღავნება არის პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაული. ეს არის უდიდესი დანაშაული. მე მინდა ამაზე ყველა კარგად დაფიქრდეს. მაგრამ მე რა თქმა უნდა არ ვამბობ იმას, რომ ბალანსი არ უნდა იყოს დაცული, უნდა იყოს ბალანსი დაცული, რა თქმა უნდა ჩვენ ერთის უნდა ვიზრუნოთ ადამიანის უფლებებზე, მაგრამ უნდა გავიცნოთ ჩვენი მოქალაქეების მთავარი უფლებები, მათი უსაფრთხოება, მათი სიცოცხლე. ანუ პრემიერ-მინისტრი ეწინააღმდეგება მობილური ოპერატორისთვის გადაცემის ამ გასაღების. და მე ვარ პირდაპირ მოწოდებული და მე მოტივირებული ვარ, რომ ეს საკითხი ერთხელ სამუდამოდ დარეგულირდეს. მაგრამ არა გაუაზრებლად და არა ასე არაგონიურულად. არ შეიძლება რომ სახელმწიფო საიდუმლოებასთან პირდაპირ წვდომის საშუალება გადასცეს უცხო ქვეყნებს. უცხო ქვეყნები რა თქმა უნდა დაინტერესებული არიან, რომ რაც შემო მეტი ინფორმაცია მიიღო. და ასე აქედან გამომდინარე მიმაჩნია რომ უნდა იყოს ეს სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ, მაგრამ ამას უნდა დაუწესოთ გარე, ასე ვთქვათ, კონტროლის მექანიზმი. ეს შეიძლება იყოს პერსონალური დაცვის ინსპექტორი, რომელიც არის პირდაპირ მის შესახებ არის ცალკე თავი მიზნული ევროკავშირის ასურების ხელშეკრულებაში და გვაქვს კონკრეტული ვალდებულები, რომელიც შევასრულოთ. ეს შეიძლება იყოს სხვა მექანიზმი. ამაზე უნდა ვიმუშაოთ. და არა ის მოთავაზებული სასამართლო ოპერატორი და შესოს. კარგით, მე არ მინდა რომ მხოლოდ ამ თემაზე ვისაუბროთ. როგორც წარმოგიდგენთ, დღეს საქართველოში არის 250 მოსამართლე. მოსამართლეებს თელ საქართველოში. როგორც წარმოგიდგენთ, რომ ქონდეთ ეს საშუალება, ეს გასაღები, ეს გასაღები ხომ არის რომ გადაატრიალებს და ჩართავ რაღაცას. იქ სჭირდება კაბელის როგორც მინიმუმ მიიყვანო, ხო, ეს ოპტიკურ ბოჭკოვანი, ასე ვთქვათ, კაბელები რაც იქნება, საშუალებები, ტექნიკური საშუალებები. და ამის ეს არის 20 საათიანი წვდომა. მე მაგალითს გეტყვით, მარტივ მაგალითს რა. თუ შეიძლება, თქვენ ალბათ იცით ბოლო დროს გახმაურებული გატაცების ამბავი. დიახ. ამის თაობაზე რა ინფორმაცია მაქვს? ამის თაობაზე შესაძლოა მიმართა სასამართლოს პროკურატურის შუამდგომლობით, რომ ესა თუ ის ნომერი ჩაერთოთ და გაეკონტროლებინათ, ვინაიდან ინფორმაცია ჰქონდათ ამ ბავშვის, ესე იგი ამ ადამიანის გატაცების თაობაზე და ერთ-ერთი კონკრეტული ეჭვმიტანის თუ ბრალდებულ სამშობლოში დაკავებულის ტელეფონის ჩართვა სთხოვეს. საქმე ეხებოდა ადამიანის სიცოცხლეს. ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დანაშაულს. ამ შემთხვევაში პირველ ჯერ სასამართლომ არ გაითვალისწინა შუამდგომლობა. თქვენ წარმოგიდგენიათ, ღმერთმა დაიფაროს რაღაც რომ მომხდარიყო. ვისი პასუხისმგებლობა და იქ ნადგებოდა ამ შემთხვევაში. რაღაც რო ის არ წარმართული იყო ასე თუ გამოძიება. ამ ყველაფერს მე იმიტომ გეუბნები თქვენ და მოსახლეობას მინდა განვმარტო იმ ადამიანებს, ვინც მხოლოდ თეორიაზე აცხადებს პრეტენზიას, რომ ეს ყველაფერი უნდა გაიაზრონ.
ვისაც აქვს პრაქტიკასთან წვდომა შეხება ამ ადამიანს რომ მოусმინონ და გაიაზრონ რომ სახელმწიფო საწინააღმდეგო რაღაც განწყობილება არ მიიღო. კარგით. ძალიან დიდი აი მადლობა. ბევრი ვისაუბრე, არ მინდოდა ამ თემას საუბარი, მაგრამ ვინაიდან არა, შეუძლებელი იყო დღეს ჩვენ რომ ამ თემისთვის ეკვეთი აღველო, იმიტომ რომ რეალურად დაიდო ისეთი სურათი სწორედ დღეს ამ თემის ირგვლივ, რომ საქართველოს პარლამენტში გაუჭირდა სახელმწიფო გუნდს დაუშვათ საჭირო ხმების მობილიზება. ამაზე ოდნავ მოგვიანებით დავისვათ კითხვას. არა, ძალიან დეტალური კითხვები უნდა დაგისვათ კოალიციასთან დაკავშირებით. ეს გააკეთა განცხადება, მე მქონდა კონსულტაციები ასევე. მე სრულად გავეზიარე მათიას მიდგომათა სულისკვეთება, რომ რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან რომ კანონის ამოქმედებამდე დარჩენილი სულ რაღაც რამდენიმე საათი არ შეიძლება ამ რისკის აღება და ვაკუუმის შექმნა. და რა თქმა უნდა, გონივრული სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება მიიღო საპარლამენტო უმრავლესობამ. მე მინდა მათ მადლობა გადაუხადო, ვინაიდან ეს ხო ერთადერთი სწორი გამოსავალი ამ სიტუაციაში. და რა თქმა უნდა, ვეტოს დაძლევა ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროს, მაშინ როცა საქმე ეხება ჩვენთვის საჭირო და სასარგებლო კანონებს, მაგრამ ჩვენ ეს არ გავაკეთეთ, იმიტომ რომ ეს არ იყო საჭირო ამ შემთხვევაში. გაუმართლებელი იყო. კი ბატონო, და ვიდრე გადავალ ერთ კონკრეტულ შეკითხვაზე, საინტერესო არის როგორ მიდის ჩვენი ინტერაქტივი, ჯერჯერობით 8000-ზე მეტი ზარი არის შემოსული და ჩვენ გვაქვს დასმული კითხვა, რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილები, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა თუ სამართლიანობის აღდგენა და ჯერჯერობით პასუხებში ჭარბობს, რა საკვირველია სამუშაო ადგილები. ეს იქნება ჩემი შემდეგი კითხვა, მანამდე კი რომ ამოვწურო თემა. მიხვედით პრეზიდენტთან სასახლეში, რომელიც არ გიყვართ ეს სასახლე, გულისხმობ პრეზიდენტის სასახლეს. პრეზიდენტის სასახლეს, ну ყოველ შემთხვევაში მე მომწონს რომ უყურებ როგორც შენობა ძალიან მომწონს ისე რატო უნდა მიყვარდეს ან არ მიყვარდეს მაგრამ ანუ ეს სასახლე გახდა თავის დროზე მიზეზი გიორგი მარგველაშვილის მიმართ ყოფილი პრემიერ-მინისტრის განაცხენების და ამას მოყვება ჩემი შემდეგი კითხვა როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და რატომ მიხვედით მარგველაშვილთან ეს იყო თქვენი მხრიდან ღია დემონსტრირება რომ დაპირისპირება არ არის პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის თუ რა იყო და თუ იცოდა ბიძინა ივანიშვილმა რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აპირებდა დავარქვათ მოდით პირდაპირ შერიგებას პრეზიდენტთან. მაგარი ხერთ ესე გინგა. მე მინდა გითხრათ რომ რა თქმა უნდა პირველ რიგში მე მინდა გითხრათ რომ ეს სასახლე მომწონს არ მომწონს ჩემს მოწონებაზე არ არის ხო ბუნებრივია და მიყვარს არ მიყვარს რატომ მიყვარს სასახლე რომელიც სააკაშო მააშინა ხალხის ფულით 9 მილიარდზე მეტი გადაიხადა. რა თქმა უნდა მე მაქვს პროტესტი ამ შენობის მიმართ ვინაიდან მიმაჩნია რომ არ არის შესაბამისობაში ჩვენს რეალობასთან. და საქართველოში არსებული მდგომარეობა არ არის ადეკვატური და მოქალაქეთა ჩვენი მოქალაქეების ყოფა მდგომარეობა არ შეესაბამება. საქართველოს არ უნდა მისცეს არასოდეს უფლება, ხელისუფლებამ უფლება თავის თავს რომ ასეთი ტიპის ფუფუნების ადგილები მოიწყოს. და რა თქმა უნდა პროტესტი მაქვს მე როგორც და მქონდა მაშინ როცა სააკაშო მააშინა ჯერ კიდევ მაშინ როცა არ ჯანმრთელობ პოლიტიკაში. ეს ჩემი მოქალაქეობის პოზიციაა. რაც შეეხება ჩემს მისვლას, რა თქმა უნდა მე კიდევ ერთხელ მინდა გამარტო. რომ მე მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ ადგილას მივიდე, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ ადგილას. როცა საქმე ეხება ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩემი ქვეყნის სუვერენიტეტს, ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ამ შემდეგ. და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, ჟესტი. ეს აქ არ განსაკუთრებული არაფერი არ ყოფილა. მე არ ვიმაჩნია, რომ რაღაც განსაკუთრებული დემარში გავაკეთე ამით. ნორმალური იყო. ასეც უნდა მოქცეულიყავი, ვინაიდან ჩვენ სხვანაირად მოქცევის უფლება არ გვაქვს. ეს ქვეყანა არის ჩვენი ყველასი. და ჩვენ ხალხმა აგვირჩია, ხალხმა მოგცა ნდობა, რომ მართოთ ეს ქვეყანა. და აქ პირადზე, მე პირადული არაფერი არ მაქვს პრეზიდენტ მარგველაშვილის მიმართ. არც რატოს არ მქონია და არც მექნება, იმიტომ რომ აქ პირადულზე არასოდეს არ უნდა დავიყვანოთ ჩვენი პოლიტიკა. ჩვენ საუბარი გვაქვს ქვეყნის მართვაზე და ქვეყნის განვითარებაზე, ქვეყნის წინსვლაზე. და ჩვენი მოქალაქეების განვითარებაზე და მათ დაწულობაზე, მათ განვითარებაზე და უსაფრთხოებაზე, ხო? და როცა საუბარი არის მსგავს ტიპის ფორმატებზე, რა თქმა უნდა, მე მზად ვარ ყოველთვის მივიღო მონაწილეობა. ასე უნდა იყოს მზად პრეზიდენტი მარგველაშვილი კონსულტაციებს გადიოდეს მთავრობასთან, პარლამენტთან. აი ეს მაგალითად დღევანდელი საკითხი რაც იყო, ხო? მე მაგალითად ასე არ მოვიქცეოდი, მაგალითად, საამარტივად თუ პრეზიდენტის ადგილას? არა, ხო, მე გეტყვით რომ ძალიან მარტივი იყო თუნდაც შეთავაზება პარლამენტისთვის რომ ხომ არ ჯობია რომ დეკემბრამდე გადმოწიოთ. ეს ასე ვთქვათ, ვადა, ხო? ძალიან მარტივი იყო პარლამენტი ამას გაიზიარეთ, დარწმუნებული ვარ. ეს გონივრული იყო შეიძლება თუ არ გაიზიარებდა, მაშინ დაუსაბუთებდა. მით უმეტეს პრეზიდენტს ჰქონდა პირდაპირ ასე ცუდობა და კომუნიკაცია საპარლამენტო წარმომადგენლობასთან, ხო? მე გულისხმობ იმ ჯგუფის ხელმძღვანელობას, რომელიც ჩართული არის სამოსმენების კანონის შემოსჩავების პროცესში. ასე რომ მე არც თქვენთან არ გაუვლია მას კონსულტაციები მთავრობასთან, მეთოსთან დაკავშირებით? არა, აბსოლუტურად არა. ხო და
აქ მიდგომებზე საუბარი, ჩვენ განსხვავებული მიდგომები გვაქვს, მე შეიძლება ასე მოუხსევლიყავი, შეიძლება. მაგრამ ნუ არ ვიცი ხა ეს მისი გადაწყვეტია, მისი გადაწყვეტილება იყო და რა თქმა უნდა მე ამაში არ ვერევ და არ ჩავერევ არასოდეს. კარგით, შესაძლებელია ეს კითხვები სწორედ მასთან დაკავშირებით, იმიტომაც იყო ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მწვავე შეფასებები, რომ ისმოდა სხვა შორის მინისტრებზე გულისხმობ მინისტრების განცხადებებს. თავად მარგველოშვილმა ამ სტუდიაში თქვა ერთხელ, როდესაც სტუმრად იყო, რომ ბიძინა ივანიშვილმა აუნთო მწვანე შუქი მთავრობის წევრებს იმისთვის, რომ ჩემს მიმართ ღია კრიტიკი გამოსულიყვნენ. მოდი გადავიდეთ სხვა შეკითხვებზე. მე ვერ დაგეთანხმებით მაგაში, ნამდვილად. აი რაც მე თქვით. ეს მე არ მithქვამს, გიორგი მარგველოშვილმა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან იყო ანთებული მწვანე შუქი, რომ დარტყმა წასულიყო გიორგი მარგველოშვილის მიმართულებით. არ ვეთანხმები მაგას, იმიტომ რომ მინისტრებს აქვთ საკუთარი მოსაზრება და ეხლა მე საერთოდ მინდა გითხრათ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არასოდეს არ აკრიტიკებს ადამიანს უსამართლოდ. ოღონდ მე არ მახსოვს, რომ ოდესმე ადამიანი გაეკრიტიკებინოს უსამართლოდ. შესაბამისად, როცა ხედავ, რომ ადამიანი სამართლიან დაკრიტიკებს ამას თუ იმ პიროვნებას, იქნება ეს ღარიბაშვილი, უსპაშვილი თუ მარგველაშვილი თუ საგანძილო სხვა, ეს ნორმალურია და ეს ადამიანებს არჩევანია, რომ მათ გაიზიარონ, ან არ გაიზიარონ. ამ შემთხვევაში თუ მინისტრების უმრავლესობამ გაიზიარა გაზრი, ეს ნორმალურია. აქ არ ფეშუაში არის მწვანე შუქის ანთება და თუ წითელი შუქის ანთება თუ ვეტოს დადება. კარგით, მოდით გადავიდეთ ერთ ძალიან საინტერესო თემაზე, რომელიც ჩვენი ინტერაქტივიდან გამომდინარე, აწუხებს ყველაზე მეტად მოსახლეობას. ჯერჯერობით პირველ ადგილზე გადის პრობლემებში სამუშაო ადგილები. 2 წლის თავზე თქვენ უკვე 2 წელია ხართ ხელისუფლებაში და 2 წელი კიდევ გაქვთ წინ დარჩენილი. ოდნავ მოგვიანებით მე მაინტერესებს თქვენი მომავალი 2 წლიანი გეგმის შესახებ, მაგრამ მოდით მანამდე ვისაუბროთ ამ 2 წელზე. რა შეგიძლიათ უთხრათ ბატონო პრემიერ-მინისტრო იმ ადამიანებს, ვინც არჩევნებამდე 2012 წლამდე იდგა თქვენს გვერდით. როგორ ფიქრობთ, ქართულმა ოცნებამ გაუმართლა ამ ხალხს მოლოდინი? მე ასე გეტყვით, რა არ შემიძლია რომ არ ვუთხრა იმ ადამიანს, რომელმაც ჩვენ აგვირჩიეს. მე ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი ამ ადამიანებისთვის და სწორედ ამიზნით მე რამდენიმე დღის წინ მქონდა თქვენ უყურებდით. მე ძალიან დიდი ინტერესი გქონდა, მაინტერესებდა რაზე გააკეთებდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მთავარ აქცენტებს, დიახ. და მე იქ აქცენტები გავაკეთე იმ მიღწევებზე, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეების. მე მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით, თქვენის ნებართვით, კიდევ ერთხელ გამომართო მოსახლეობას ანგარიშ ჩაუბარო, თუ რა გავაკეთე ძალიან მოკლედ, რეზუმე გავაკეთო. დავიწყებ იმით, რომ ჩვენს მიერ განხორციელებული თითოეული საქმე, თითოეული დახარჯული ლარი იქნება თუ ეს თუ ჩვენი რეფორმა იყო მიმართული იმისაკენ, რომ სახელმწიფოს საფუძველი, საძირკველი გაძლიერდეს. მანამდე ჩვენ ალბათ აღარ ვდავთ იმაზე, რომ სააკაშვილის დროს, წინა ხელისუფლების დროს რაც კეთდებოდა, ეს იყო ძირითადად ფასადური. ფასადური იყო დემოკრატია, უბრალოდ შეურაცხყოფელი არის დემოკრატიის ხსენება იმ რეჟიმის დროს, დამაკნინებელი ძალიან და გაუფასურებულია სიტყვა სააკაშვილის დროს. სამწუხაროდ. და ჩვენ დროს რაც ჩვენ გავაკეთეთ, ნებისმიერ სფეროში, სფერო დამისახელეთ, თქვენ თუ გაქვთ აი მე შეგიტყვი, მე მზად ვარ გიპასუხოთ მაქსიმალურად. არა, შეკითხვები მე გეტყვით მაგალითად, ჩვენს მიერ განხორციელებული ბიუჯეტთან, ასკარხანასთან, ბენზინის გაიაფებასთან და ასე შემდეგ. თქვენ დამისახელეთ ერთი საქმე, რომელიც ერთი დანაპირი, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ. არა, მე განმავლობაში მე მინდა რეზიუმე გავაკეთო. ჩვენ ქონდა ძალიან რთული პერიოდი. თქვენი პასუხი ძალიან რთული 2 წელი გავიარეთ ჩვენ. მე ხალხს განუმარტო. აქ ერთია რა ჩანს რეალობა, რა რეალობა არის წარმოჩენილი ტელევიზიებში და მეორე არის რეალობა, რომელიც არის დამკვიდრებული საქართველოში. პირველი წელი იყო ძალიან რთული წელი, ეს კოჰაბიტაციის პერიოდი ეგრეთ წოდებული, ალბათ ახსენებელი პერიოდი ასე ვთქვათ. ძალიან რთული იყო, ამიტომ ჩვენ ყველაფერი გვიწევდა, ყველაფრის კეთება გვიწევდა პარალელურ რეჟიმში. ანუ იქნებოდა ეს განვითარება, პროექტები, რეფორმები, მაშინ როცა ყოფილი პრეზიდენტი ყოველდღიურ რეჟიმში და მისი გუნდი ხო, საბოტაჟს ეწეოდა, პარტიზანულ ბრძოლას ეწეოდა რეალურად ჩვენი ხელისუფლება და ხალხის წინააღმდეგ. მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენი მიღწევები ძალიან შტამბეჭდავი. მე არ გეგონოთ, მე ვისმენ ხარ ხშირად ოპონენტებისგან კრიტიკას იმის თაობაზე, რომ ჩვენ ვართ თვითკმაყოფილებაში გადავარდნები, ხიბლში ვარ და ასე შემდეგ. აქ არაფერი ხიბლზე არ არის საუბარი, მე მინდა ღიად ვესაუბრო, მაგრამ მე მზად ვარ მოვისმენ მათგან ჯანსაღი კრიტიკა. რომელ ნაწილში არ მეთანხმებიან მაგალითად. მე ვერ მოვისმინე მაგალითად მათ მიერ დასაბუთებული კრიტიკა, მე ვრცელი დეტალური ანგარიში ჩავაბარე ხალხს. იქ მოვიყვანე კონკრეტული ციფრები, კონკრეტული მონაცემები, კონკრეტული ფაქტები. გამოვიდეს ნებისმიერი ოპონენტი და მითხრას რომელში არ მეთანხმება. ან გამოვიდეს, მე მზად ვარ მივიღო შეკითხვებს საზოგადოებისგან, მივიღო ჟურნალისტებისგან, თუ ეს კითხვა მათგან მომდინარეობს და არა ჩვენი ასე ვთქვათ დემაგოგი და სისხლის ასე ვთქვათ მატარებელი ოპოზიციისგან, ხო? მე აღარ მსურს ამ ადამიანებს რამე მიუპასუხო. იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც ან მეგულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას, ეს ადამიანები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მოსახლეობას არწმუნებენ, რომ ყველაფერი რაც დღეს კეთდება,
არ კეთდება და არის სუდი და ასე შემდეგ და ყველაფერი რაც კეთდებოდა მადროს იყო სასწაული. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რომ ეს არის მიზანმიმართული პროპაგანდა. თუ 2 წლის წინ ყველაფერი კეთდებოდა და იყო ბრჭყალა და ასე შემდეგ, ჩვენ დროს რაც გაკეთდა, ეს არის ის საქმე, რომელიც მოსახლეობამდე არ მიდის სამწუხაროდ. რა გაკეთდა? აი, ხარით დამისახელი თქვენი ყველაზე დიდი მიღწევა, რას თვლით ყველაზე დიდი მიღწევა? არაერთ. მე დავიწყებ იმით, რომ ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ჩვენ გამახორციელეთ, ჯანდაცვის პროექტი, ეს არის უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამა, რომლის მეშვეობით ჩვენ დავაზღვეთ 2.071.000 ადამიანი. დღეს საქართველოში ყველა მოქალაქე არის დაზღვეული, ინგა. ყველა მოქალაქე, მე დარწმუნებული ვარ, ეს რომ მომხდარიყო, ამას არასდროს არ გააკეთებდნენ. და რატომ? იმიტომ რომ სურვილი არ ქონდათ. ისინი ადამიანებზე არ იყვნენ ორიენტირებული. ჩვენ ვართ ადამიანზე ორიენტირებული. და ჩვენ ამას ჩვენი სიტყვით კი არ ვაკეთებთ, ამას ჩვენი საქმით ვაკეთებთ. საქმე არის ის, რომ 2.791.000 ადამიანი დავაზღვიეთ. ის არის საქმე, რომ დღეს მოქალაქეს აღარ ეშინია. თუ მისი ოჯახის წევრი გახდება ცუდად ან მისი მშობელი თუ იქნება შვილი, ის წავა და სახელმწიფო უპატრონებს მას. სახელმწიფო დგას ამ თვითონ მოქალაქეს უკან. და მოქალაქე არის დაცული. ამას ჩვენ მილიარდი ლარით გავზარდეთ ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი. ეს მილიარდი ლარი მე უცხოური მეკითხებოდი ამასიანად რომ საიდან გამოძემეთ მილიარდი ლარი. გამოძემთ იქედან რომ ჩვენი მთავარ ღირებულება დავისახეთ ადამიანი და ჩვენი მოქალაქეები. აი ამ სურვილიდან გამოვედით ჩვენ და გამოვნახეთ მილიარდი ლარი. გავზარდეთ პენსიები. გამოგეხსენებათ რომ პენსია გახდა 150 ლარი და ჩვენ დანაპირებით წინასწარ იყო ის რომ პენსია გახდებოდა საარსებო მინიმუმი. თუმცა საარსებო მინიმუმზე დაბალი არის დღეს რეალურად. საარსებო მინიმუმი არის 158 ლარი. არასწორი ინფორმაცია გაქვთ თქვენ. და თქვენ ასე ვთქვათ გამოგიჭირეთ ამ არა, რატომ გამომიჭირეთ? აი იმიტომ რომ 158 ლარი არის საარსებო მინიმუმი. ჩვენ 150 ლარი გავხდეთ პენსია. ყველა მოქალაქისთვის. 15 ლარი არის საარსებო მინიმუმი, აქედან გამომდინარე უბრალოდ. არა, ნუ ვიდავებ თუნდაც იყოს 158. გასაგებია ჩვენ რაც დავპირდით მოსახლეობას გაუკეთეთ. და ასე მე მინდა გითხრათ რომ მარტივი შედარება რომ თუნდაც ის რამდენიმე დღის წინ 180 სასწრაფო დახმარების მანქანა დაურიგეთ ყველამ 180 მანქანა წლის ბოლომდე ამ წლის ბოლომდე დაურიგება ყველა რეგიონს, ყველა რაიონს. მანამდე მიშას დროს იყო უაზები. ძველი მოძველებული, გაუბედურებული მანქანები. ამაზე არავინ არ საუბრობს. არც არავინ იყო ვინც შეახსენებდა მიშას რომ უკაცრავად წინახელისფლებას რომ ამ საჭირო ადამიანებზე ზრუნვა. და ჩვენ ეს მილიარდი გავანაწილეთ პენსიებში, გავაორმაგეთ სოციალურ დახმარება, დევნილების დახმარება გავაორმაგეთ და პენსია გავხდეთ 150 ლარი. და ყველა მოქალაქე დავაზღვიეთ. და ამას გეტყვით რომ მაგალითისთვის თქვენ რომ მიხვდეთ სხვაობას და მოქალაქეს რომ შევახსენოთ. კი ბატონო, ბრძანეთ. სააკაშვილის დროს ვინ წარმოიდგენდა რომ პატიმრებზე სახელმწიფო იზრუნავდა მათ მკურნალობაზე. ჩვენ პატიმრების მკურნალობისთვის 1000 პატიმარს ვმკურნალობთ ცეჰეპატიტს, ტუბერკულოზს და აშენდა. ჩვენ ვხარჯავთ ყოველწლიურად 6 მილიონ ლარს. რომელ მკურნალობაზე იყო საუბარი, მაშინ როცა ადამიანის პატიმრებს კლავდნენ წამებით, გაუპატიურებით და 1000 საშინელებით. ჩვენ საქმე გამოვიძიეთ, სააშკაროც გამოვიტანეთ. კარგით. კარგით არა, თუ შეიძლება დამთავრებინით. მაგალითად გეტყვით რომ დევნილებისთვის მაგალითად ჩვენ 14 მილიონი დახმარება გავუწიეთ დევნილებს სოციალურ პაკეტის ფარგლებში 10500 დევნილს მივეცით საცხოვრებელი. ერთლარად გადავეცით 4000 ოჯახს საცხოვრებელი დაუკანონით ფართობი და განსაკუთრებაში გადავეცით. ეს ხდება სულ 2 წელიწადში. მაშინ როცა გართულებული იყო და ჩვენ პარალელ რეჟიმში უნდა გვემუშავა ყველაფერზე. საშინაო პოლიტიკაზე, საგარეო პოლიტიკაზე, ეს რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, ჩვენ რომ არ ვარ დაკავებული 20 საათი პიარით და სიყალბით. ეს იმას არ ნიშნავს, ჩვენ არ ვმუშაობთ. ჩვენი ოპონენტები და მედია საშუალებები სხვადასხვა სამწუხაროდ საუბედუროდ ავითარებენ იმას მიზანმიმართულად მოსახლეობაში თესავენ, ასე ვთქვათ, მცდარ აზრს. ყოველდღიურად იმაზე მიდის აფიში და სიტყვები აქვს შერჩეული უსუსურად ჩვენს ოპონენტებს. მართლაც ვიზიებთ სალაპარაკო ადამიანები, რომელთა ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მინისტრები და არიან კრიმინალები. პირდაპირ მნიშვნელობით. მერაბიშვილი, ახალაია, უამრავი ადამიანი ახალაია და შემდეგ დაგისვათ მე შეგვიძლია ევროსაბჭოს რეკომენდაციებს და ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის განცხადებით. ადამიანი პრეზიდენტი, რომელიც 8 წელი თუ 9 წელი იყო პრეზიდენტი, პირდაპირ გაურბის შეკითხვებს, ვალერ გილაშვილის საქმე მაგალითად. პროკურატორმა დაიქირავა რამდენიმე მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროკურორი. ერთ-ერთი პროკურორი არის, რომელიც მილოშევიჩის საქმეში იყო მონაწილე, მეორე პროკურორი იყო მთავარი პროკურორი ისრაელის, რომელიც გაასამართლა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ასევე ამერიკელი, რომელიც ძალიან ცნობილი და ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე არის. მათ შეისწავლეს მაგალითად ვალერ გილაშვილის საქმე. მათ ნახეს, რომ ეს არის ძალიან სერიოზული საქმე. და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა წავიდეს სასამართლოში დამტკიცდეს, მაგრამ რაც დამტკიცდა ეს ადამიანები კრიმინალები. მერაბიშვილი, ეს ახალაები და ვიღაცები. ანუ და ძალიან მძიმე ბრალი არის ადეიშვილის წინააღმდეგ, გეზერაშვილი, იქნება უგულავა და სხვა. და სააკაშვილს აღარ ვსაუბრობ უბრალოდ. და ეს ადამიანები, ანუ ჩვენი ოპონენტები, როგორ შეიძლება მათ ოპონენტები უწოდო? ან ოპონენტებად აღვიქვა.
რომლებიც 20 წელს განმავლობაში ცდილობენ იმას, რომ მათი ეს კრიმინალური საქმეები, ანუ ამ პიროვნებებს, რომელზეც მე ჩავთვალე, რომელზეც სასამართლომ თქვა, დამოუკიდებელმა სასამართლომ თქვა, რომლის თავმჯდომარეც არის ბატონი კუბაშვილი, რომელიც ამბობს, რომ სასამართლო დღეს არის დამოუკიდებელი. სასამართლომ თქვა, რომ ეს ადამიანები კრიმინალები, გამოვიტანა განაჩენი. ეს ადამიანები ყოველდღე ამტკიცებენ იმას, რომ ეს არის პოლიტიკურად ასე ვთქვათ, მოტივირებული საქმეები. ამას არამატო ეს ადამიანები ამტკიცებენ, მაშინ მე სხვა ამ თემაზე უნდა დამისვა, არა, ერთი წუთით კითხვა, მაგრამ აქ მაშინ უნდა გავიხსენოთ ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სწორედ ეს თემა და აღძრული საქმეები ერთგვარად პოლიტიკური შეფერილობის დევნად შეფასდა და ასევე შეერთებული შტატების დეპარტამენტის განცხადება, რომლის ერთი ნაწილიც პოლიტიზირებულ სამართლებრივ დევნას შეეხებოდა. ეს ისე უბრალოდ, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ეს ადამიანებიო, მე კი არ ვამტკიცებ ეს არის უბრალოდ ის რეზოლუცია, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. რეზოლუციასაც შეეხება. ეხლა მიფასუხეთ თუ ჯერ ის თემები კი ბატონო იმას და მიუბრუნდეთ შემდეგ კვლავ. დრო თუ გოს მიუბრუნდები, ესე იგი. რაც შეეხება რეზოლუციას მე მინდა გითხრათ, მომხსენებლები, რომლებიც იყვნენ, ესე იგი, მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელები. ანუ რეალ ადამიანები, რომლებიც საქართველოს ჩამოვიდნენ, სწავლობდნენ აქ არსებულ რეალობას და ეჭვხმარებარება ვინმეს მათ კომპეტენციაში, ან მათ ობიექტურობაში. ამ ადამიანებმა თქვეს, რომ ჩვენ ამ რეზოლუციაზე ვამბობთ უარს. მათ მოითხოვეს ამ რეზოლუციას უკან გამოთხოვა, თუმცა ვინაიდან იქ ხმები გადაიწონა და როცა 9 ხმის ხვაობით, ესე იგი, კომიტეტიდან გავიდა მაინც ეს რეზოლუცია და შემდეგ ხმა მისცეს და ეს რეზოლუცია მიიღეს, ამ ადამიანმა თქვეს, რომ ეს არის პარტიზანული და ნაციონალური მოძრაობის რეზოლუცია. როგორ შეიძლება ამ რეზოლუციით სპეკულირება საერთოდ? და მე მიგვირს ახლა თქვენი ვინად მე ვიცი რომ თქვენ ხართ ობიექტური და საკმაოდ დეტალებში გარკვეული. ეს ევროსაბჭოს რეზოლუცია და ამერიკაში არა მე არ ვიზიარებ თუ ვიზიარებ ეს არაა თემა. მე უბრალოდ იცით რა მოდით მე უბრალოდ დავაკონკრეტებ რომ ეს იყო თქო ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის განცხადება და ევროსაბჭოს რეზოლუცია და მე როგორ ჟურნალისტი ბუნებრივია ვარ ვალდებული რომ ასეთი ტიპის შეკითხვა რა შეიძლება ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდან წამოსულ ასე ვთქვათ რეკომენდაციებს არის რეკომენდაცია. მაგრამ ისინი ღელავენ ერულობენ რომ ჩვენ დემოკრატიული განვითარება ჩვენი დემოკრატიული განვითარება კიდევ უფრო დაჩქარდეს და არ შეფერხდეს. მაგრამ მე მინდა დელეგაციამ რატო ვერ მიიღო ის სასურველი რეზოლუცია? ასრულებ უკაცრავად. ჩვენი მეგობარი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპელი ქვეყნების მხრიდან გაკეთებული განცხადებები ემსახურება ჩვენი ინტერესების გაძლიერებას, რომ ჩვენ შეცდომა არ მოგვივიდეს. მე ამ განცხადებას ვიღებ როგორც რეკომენდაციას, როგორც რჩევას, მეგობრულ რჩევას. და თქვენ თუ ნახეთ ამ ორ წელიწადში ჩვენ ძალიან დიდ წარმატებას მივახციეთ. მე დანიშნული და სამთოში ვიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში, პრეზიდენტ ობამასთან მქონდა შეხვედრა, ვიცე-პრეზიდენტთან და უმაღლეს დონის შეხვედრა მქონდა ევროპაში, ევროპელი ლიდერები, არაერთი ლიდერი ჩამოვიდა ჩვენთან. ჩვენ გვაქვს მაქსიმალური მხარდაჭერა ევროპისგან, ამერიკის შეერთებულ შტატებისგან. და ჩვენ ყველა დონეს, საგარეო პოლიტიკის დონეზე ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად გარკვეული და ნათელი სურათი. მათ ნახეს, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რასაც ვერ მიაღწია წინა ხელისუფლებამ 9 წელიწადში. ბატონო ირაკლი. ასოცირების ხელშეკრულება არის ერთი მთავარი მიღწევა რა ჩვენი ხელისუფლების. და თუნდაც ვიზა ლიბერალიზაციის პირველი ფაზის დასრულება წარმატებით, ესეც ერთგვარი ის არის, იმიტომ რომ რეალურად რეალურია ის, რომ ჩვენს მოქალაქეებს შეეძლოთ უვიზოთ მოგზაურობა ევროპაში. ბატონო ირაკლი, აი როდესაც თქვენ ამ თემებზე საუბრობთ, მაშინ აქვე და მე ისევ მინდა რომ იმ საარსებო მინიმუმის თემას და სამუშაო ადგილების თემას მიუბრუნდე. რატომ ვერ მოახერხა მას თქვენმა დელეგაციამ, გულისხმობ საქართველოს დელეგაციას, საპარლამენტო დელეგაციას ევროსაბჭოში, თუნდაც იმ ტექსტის მიღებას, იმ რეზოლუციის, როგორც თქვენ ბრძანეთ. იმიტომ რომ მაგალითად კახი კალაძემ ვიცე-პრემიერმა ჩვენს პირდაპირ ეთერში პირდაპირ გამოთქვა ერთგვარი საყვედური და თქვა რომ მათ ვერ იმუშავეს კარგად. ას იტყვის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. კარგი შეკითხვა. და მე მაქვს მასკო შეკითხვა, რომ რატომ ვერ მოხერხდა ის, რომ 2 წლის განმავლობაში ჩვენს მიერ გაკეთებული ამდენი საქმე მოსახლეობამდე ვერ მივიდა. ანუ საჭიროა მეტი პროაქტიულობა. უნდა ვიყოთ ჩვენ პროაქტიულები, თითოეული დეპუტატი, ჩვენი ასე ვთქვათ, მინისტრები იქნებიან თუ სამეცნიერო უნდა იყვნენ აქტიურ კომუნიკაციაში მოსახლეობასთან. და მე წეგან დავიწყე საუბარი და ვერ დავასრულე იდეა, რომ მიზანმიმართულად ჩვენი ოპონენტები და მედია საშუალებები აუცილებელია ავითარებ იმას, რომ აი მთავრობამ კითხვას უბადებენ, რომ ადამიანებს გაუჩინონ, ასე ვთქვათ, ეჭვი, კითხვა. რომ რა გააკეთა მთავრობამ, რა გააკეთა მთავრობამ, ყოველდღიურად იმეორებენ. და არის ბრძნული გამონათქვამი. ქართულის გვაქვს, რომ შეძახილმა ხე გაახმო, ხო? და ან წვეთი წყალი, ასე ვთქვათ, ქვას ხრեց, ხო? ეს ნორმალური, ეს ფსიქოლოგიურია ეს ყველაფერი და ეს რა თქმა უნდა ისინი ცდილობენ, რომ ადამიანების ქვეცნობიერებაზე მოახდინონ ზეგავლენა, მაგრამ ამას ჩვენ უპირისპირებთ სიმართლეს. ეს არის ჩვენი თავარი ძალა.
ეს არის ჩვენი თავარი ძლიერება, რაც არის ჩვენ მხარეს. ვერ იმუშავა იმ დელეგაციამ ევროსაბჭოში? დელეგაციაზე აღარ არა, მაინტერესებს თქვენ ბრძანდებით მათი ლიდერი, კოალიციის ლიდერი ხართ ხელისუფლების ლიდერი და მე მაინტერესებს პრემიერ-მინისტრი როგორ აფასებს. აი ის რეზოლუცია, რაც თქვენ ალბათ ასე არ მოგეწონებოდათ, როდესაც ეს დაიკითხეთ, ხომ? იგივე პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით. თქვენ როგორ ფიქრობთ, თქვენს დელეგაციას უნდა ემუშავა უფრო მეტად და შესაძლებელი იყო, რომ სხვა ტიპის ტექსტი დადებულიყო, თუ არა? მიმაჩნია კი, რა თქმა უნდა კი. თვითონ შედეგი მეტყველებს ჩვენი დელეგაციის მუშაობაზე. მაგრამ ეს კიდევ ვიმეორებ, რომ ამ რეზოლუციით სპეკულირება და ზოგადად ამით მანიპულირება და საზოგადოების შეყვანა შეცდომაში არასწორი. ეს რეზოლუცია არის კიდევ ვიმეორებ, რომ ავტორები ვინც არიან, მომხსენებლები საქართველოს შესახებ, ისინი ამბობენ, რომ ისინი არ ეთანხმებიან რეზოლუციას. მათ თქვეს, რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის პარტიზანული რეზოლუცია. კარგით. ანუ ნაციონალური მოძრაობა არის ჩვეულებრივი მავნებელი ორგანიზაცია, ხო? მათ უკვე არავითარ სახელი აღარ აქვთ ქვეყნის შიგნით და რაც საკეთებენ, რაც ახერხებენ ჯერ კიდევ, დამასაც მალე დაასრულებენ, იმედი მაქვს. მავნებლობა სახერხებენ საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ანუ აგრძელებენ რეალურად ისინი იმ საქმეს, რაც გაკეთებენ წლის განმავლობაში. მე მინდა დაუბრუნდე ჩვენს მიერ გაკეთებულ მე მინდა რომ ამას დაუბრუნდე. აი თქვენ მე ჯანდაცვაზე მოგახსენეთ. დიახ. ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც არის ერთ-ერთი უნიკალური, ასევე მე მინდა გითხრათ, რომ დემოგრაფიის მიმართულებით ჩვენ ასევე გქონდა მნიშვნელოვანი სიახლე, ორსულ ქალბატონებს ჩვენ ვეხმარებით უფასო ვიტამინებით, მედიკამენტებით რეგიონებში, რეგიონებსაც დაბალი არის შობადობა. იქ ჩვენ დავუნიშნეთ მთაში 200 ლარი თითოეულ ბავშვზე, ყოველი მესამე და ზემოთ, ბარში 150 ლარი თვეში. რა თქმა უნდა, ეს არის პროექტები, რომელზეც ჩვენ ყოველთვის შევახსენებთ. ასევე მე მინდა გითხრათ განათლებაში მიღწეული ჩაგატარებული ეკონომები, ხო? თუნდაც ის ფაქტი, რომ 75 მილიონ ლარს ზოგავს საქართველოს მოსახლეობა. ვინაიდან მათ მოსავლეებს ჩვენ უფასოდ ვაძლევთ ასე ვთქვათ, სახელმწიფოებებს, ხო? 1065 სკოლის 53000 მოსავლეს ვემსახურებით უფასო სასკოლო ტრანსპორტით. ეს არის რეალური მონაცემები, ეს არის ფაქტები, რომელიც შეიძლება გადაამოწმოს ნებისმიერმა ჟურნალისტმა, ნებისმიერმა არასამთავრობო ნებისმიერმა ოპონენტმა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ასევე მინდა გითხრათ, რომ სკოლები 1000-მდე სკოლა ჩაუტარეთ რეაბილიტაციის რემონტი და ასე შემდეგ. ავაშენეთ რამდენი 21 ფაკულტეტი გავხდეთ უფასო. 12000 სტუდენტს ვაფინანსებთ მთლიანად პროფესიულ სასწავლებლებში. კი ბატონო. ასევე ვაშენებთ, მე მინდა გითხრათ, რომ შეგახსენოთ, რომ ჩემი ინიციატივით ჩვენ დავიწყეთ, ესე იგი, საუკეთესო სტუდენტების გაშვება საზღვარგარეთ. და ჩემი თავარი ამოცანა, ჩემი თავარი მიზანი არის ის, რომ ეს ადამიანები 5 წლის განმავლობაში, უბრალოდ რამდენიმე წლის განმავლობაში, 1 ან 2 წლის განმავლობაში, იმის დამეხმარებით რა პროგრამას გადიან უცხოეთში, საუკეთესო უნივერსიტეტებში ჩამოვლენ, მიიღებენ განათლება, ჩამოვლენ და სახელმწიფოს მომსახურებიან. ძალიან კარგი. და ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს არანაკლებ შთამბეჭდავი მონაცემები, თუნდაც ეკონომიკაში, თუნდაც ნებისმიერ სფეროში დამისახელეთ. აღარ ვსაუბრობ სოფლმეურნეობას. მე მინდა გითხრათ, შეგახსენოთ, რომ ერთი კითხვა თუ შეიძლება. ეს მიღწევები, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ეს არის ძალიან კარგი, თქვენ არ გიყვართ ხოლმე, როდესაც ოპონენტები დაუშვათ რაღაცას გახსენებენ, მაგრამ არა, გულისხმობ იმ ადამიანებს, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს და როდესაც გიხსენებენ ხოლმე, რა თქვენი ოპონენტები ამას ამბობენ, დაუშვათ ეს თქვენთვის ერთგვარი გაღიზიანების თემა ხდება ხოლმე. არა, უბრალოდ არა. მე მინდა კიდევ ერთხელ საზოგადოებას რო განვმარტო. მე რა თქმა უნდა არ ვღიზიანდები. უბრალოდ ყურადღებას არ ვაქცევ მათ ნათქვამს და ვერ მივაქცევ. არ მაქვს მე მორალური უფლება რომ მათ უზნეო განცხადებებზე და აბსურდზე და დემაგოგიაზე გავაკეთო სერიოზულ კომენტარს. დავანებოთ ამ ადამიანებს თავი. აი თქვენ ბრძანეთ რომ გაიზარდა პენსია, გახდა 150 ლარი, იქ რაღაც სოციალური დახმარებები, დევნილების და ასე შემდეგ, მაგრამ მე მინდა რომ ერთი ასეთი კითხვა დაგისვათ. თუნდაც აი იმ გაზრდილი პენსიით, თუნდაც იმ გაზრდილი სოციალური დახმარებით, როგორ წარმოგიდგენიათ, შესაძლებელია დღეს ჩვენს ქვეყანაში რომ ადამიანმა გაზრდილი ბიუჯეტით. ადამიანმა ჯანდაცვის სამინისტროსი არჩინოს ოჯახი, რომ ადამიანმა გამოყვებოს საკუთარი ოჯახი, მით უმეტეს რომ უმშევრობა არის ქვეყანაში, მით უმეტეს რომ თქვენ თვითონ ბრძანეთ რომ 2 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბეში და მე მაინტერესებს აი ამ გაჭირვების ფონზე არ ვიცი როგორი რეაქცია ექნება პრემიერ-მინისტრს, უნდა ვთქვათ ერთი რამ დეტალი, ხალხი ძალიან მტკივნეულად განიცდის ხოლმე იგივე პრემიების და სამთავრობო სარგოების თემას და მე მინდა წაგიკითხოთ თქვენივე თანაკოალიციელის დავით ბერძენიშვილის კომენტარი, როცა მერი მაღალჩინოსნებს გაორმაგებულ შემოსავალს უნიშნავს და თუნდაც რეპრესირებულებისთვის თანხა არ არსებობს, ამას არ შევეგუებით, არ შეუერთებით მთავრობას სამარცხვინო საქციელში. ეს არის თქვენი თანაკოალიციელის დავით ბერძენიშვილის სიტყვა.
ხო, არ ვიცი, ამას როგორ შეაფასებ, სულ ბოლო სკანდალი იყო იგივე თბილისის მერიაში გაცემული პრემიები. რატომ გავიხსენ მე ეს ყველაფერი? არა, სკანდალი. ხალხი ამას ძალიან მტკივნეულად განიცდის იმ სიღარიბის ფონზე, რაზეც თქვენ თავად ვესაუბრობდით თქვენს გამოსვლაში. თქვენ არასწორ კონტექსტში დაალაგეთ ეს ყველაფერი. რატო? რატომ და გეტყვით? 2 მილიონი გაჭირვებული ადამიანი დღეს არ გაჩნდა ქვეყანაში. მე არ წლების განმავლობაში მეორე ათეული წელია და ეს არის მარადიული თავისუფლებელი ჩვენი ქვეყნის მე არ მემკვიდრეობა რომელიც ჩვენს ხელისუფლებას ერგო წინა ხელისუფლებისგან მილიონი სამუშაო ადგილიდან დაწყებული დღემდე ეს არის ჩვენი ქვეყნის პრობლემა მე არ კი მაგრამ მე ასევე მინდა მოგიწოდოთ რომ საზოგადოება არ უნდა შეიყვანოს არავინ იქნება ჟურნალისტი პოლიტიკოსი ოპოზიციონერი თუ სხვა თუ არასამთავრობო წარმომადგენელი არ უნდა შევიყვანოთ ჩვენ შეცდომაში არ უნდა გაუშვინოთ ჩვენ ცრუ მოლოდინები 2 მილიონ ადამიანს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის ფარგლებში და ჩვენი ქვეყნის ასე ვთქვათ ეკონომიკის ასე ვთქვათ ქვეყანა ვერ გაამდიდრებს 2 წელიწადში ეს არის მიუღწეველი ეს არის აბსურდი და ეს არის აზრი რომელსაც ავითარებენ მიზანმართულად ოპოზიციის წარმომადგენლები რატომ რომ ამ ადამიანებს დაუშვინოთ ყალბი მოლოდინები მაგრამ ის რა ჩვენ გავაკეთეთ 1 მილიარდი ლარი რომელიც პირდაპირ ამ ადამიანების ჯანმრთელობაზე დაიხარჯა მათი პენსიების გაზრდას, მათი სოციალური დახმარების გაორმაგებაზე, მათ განათლებაზე, მათ სოფლის პროგრამა, ხო? ეს არის რეალური შედეგი. ჩვენ ამით რეალურად სახელმწიფოს ვაძლიერებთ და ქვეყანას ვაძლიერებთ, მოსახლეობას ვაძლიერებთ. ჩვენ არ შეგვეძლო როგორ ფიქრობთ? წინა ხელისუფლების დროს აშენებული რაღაც უფუნქციო შენობების მსგავსი ნაგებობის აშენება. რა თქმა უნდა შეგვეძლო, მაგრამ ჩვენ უარი უთხარით გაუაზრებელი პროექტები განხორციელებს როგორც არის პარლამენტის შენობა თუნდაც მაგალითად რომელიც 360 მილიონი გადაიხადა სააგაშრომო ჩვენ ეს 300 მილიონი გადავიხადეთ სოფლის მეურნეობაში მე ხალხს ვეკითხებ მაშინ რა ჯობია რომ ვაჩვენოთ მოსახლეობთ ეს სოფლიოს რომ აი ახალ საქართველოს ჭყალებში ვაშენებთ საქართველოში თუ ეს ჭყალებში შენება გრძელდება თუ რა ჯობია თუ საზრკველი უნდა გავამაგროთ თუ მოსახლეობას უნდა დავეხმაროთ რომ წამლის ფული არ ქონდა, წამლის ფულისთვის და ოპერაციის გამო, ისინი სახს კიდიდნენ. ღებულობდნენ კრედიტებს და მილახშეებდნენ და აშენებდნენ. 100,000-ობით ადამიანებს გაუბედურებული. და სტრესის ქვეშ და მძიმე პირობებში. რომელიც მე თქვენ გიკითხებით, თქვენი აზრით მაინტერესებს უბრალოდ. რანაირად სწორი მიდგომა გვაქვს ჩვენ რომ სოფლის მეურნეობაში, საკვირველი ადამიანები რამძიმე დღეში არიან და წლების განმავლობაში იყვნენ ამ ქვეყანაში კიდევ ერთხელ ვამბობ ეს არ არის თქო არც ახალი პრობლემა და არც 5 წლის წინანდელი მარადიული პრობლემაა მაგრამ მე გეთანხმებით რომ ძალიან ბევრი ადამიანს პირადად ვიცნობ საკრებულოში ვმუშაობდი ჯანდაცვის კომისიაში ვიყავი რომელსაც მართლა ქონდა ბანკის ვალის გამო სახლი დაკარგული და მართლა ქონდა საოპერაციო ფული რო არ ქონდათ საკუთარი ოჯახის წევრების უზარმაზარი ვალები მე სხვა რა მაინტერესებს არა მე გეტყვით თუ შეიძლება. ანუ არასდროს სვავთ კითხვას, როცა ამბობთ რომ აი 150 ლარი აქვს პენსია, და დროს მერის თანამშრომელმა დაინიშნა რაღაც პრემია, ხო? არასწორია. უკვე დამახინჯებოთ ასეთ ინფორმაციას მოქალაქეებს. მე თქვენზე არ მაქვს საუბარი. რატო? იმიტომ რომ თქვენ თუ გინდათ რომ მაშინ როგორ გავაკეთოთ? ჩვენ ავირჩიოთ. ჩვენ გვინდა სუფთა, თანამედროვე, განათლებული, მოტივირებული მთავრობა და ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს იმაზე რომ 20 საათის განმავლობაში ზრუნავს იმაზე რომ საკუთარ მოქალაქეებს, აი ამ გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმაროს, სწორი პოლიტიკა გაატაროს, სწორი რეფორმები გაატაროს, სწორი პროგრამები დანერგოს, რითაც მათ შვებას მივცემ და მათ მდგომარეობას გავამჯობესებთ, თუ გჭირდება თქვენ 150 ლარიანი ხელფასის ასე ვთქვათ, მთავრობა. არა, მე არ მithქვამს რომ მთავრობის მოსახლეობას მინდა მოსახლეობას განუმარტო. არასწორი შეფასება, არასწორად კონტექსტში დასმული კითხვა არის რომ აი 150 ლარის ფონზე როგორ გამოჩნდება 4 თუ 500 ლარის ხელფასი ვიცე-მერისთვის თუ აჩვენებს. უგაცრავად და ვიცე-მერი უნდა იყოს მოტივირებული, თუ ჩვენ გვინდა რომ კვალიფიციური კადრები გვყავდეს, თუ ჩვენ გვინდა რომ პროფესიონალები გვყავდეს, მით უმეტეს მიმდინარე კონკურენციის ფონზე, როცა კერძო სექტორი რეალურად ისრუტავს მთელს კვალიფიციურ და პროფესიონალ კადრს საჯარო სექტორიდან. აქ ჩვენ კონკურენციას ვერ გაუწევთ, რა თქმა უნდა, კერძო სექტორში. კერძო სექტორში დღეს არის უზარმაზარი ხელფასები. ორჯერ მეტი ხელფასები. მინისტრებს აქვს დღეს 500 ლარი. კერძო სექტორში დეპარტამენტს და ისა თქვა განყოფილების პროცესს შეიძლება 500 ლარი. და მათ აქვს 10, 15 და 20 ლარი ხელფასები. ანუ დღეს უკვე იმდენი ესეთ რეალობაა. რა თქმა უნდა ეს უსამართლობაა, ხო? არის ძალიან დიდი დისბალანსი, მაგრამ ჩვენ თუ შევანაის დროს მე გახსენეთ რომ იყო 100 ლარი ხელფასები, ხო 50 ლარი და შემდეგ იქ იყო კორუფცია და კატასტროფა იყო. ჩვენ რა თქმა უნდა არ დაუშვებთ მაგას. ჩვენ უნდა გადავუხადოთ, უნდა მოვთხოვოთ პასუხი ჩვენს ხელისუფლებას, მთავრობას და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იყოს გონივრობის პარაგრაფში.
და რა თქმა უნდა აქ მორალთანაც გვაქვს საქმე და ყველაფერთან, მაგრამ მე ვერ ვხედავ პირიქით ჩვენ თუ ჩვენს ასე ვთქვათ თანაშრომლებს გადავხდით ხელფას, მათ უნდა მოვთხოვოთ პასუხი, მათ უნდა იგზნო პასუხისმგებლობა და ანგარიში ვალდებულება ხალხის წინაშე. იმიტომ რომ 150 ლარი ეს დისბალანსი არსად არ არც ქვეყანაში არ არის. აიღეთ ნებისმიერ ქვეყნის მაგალითი. იქაც არ არის ასე და იქაც არის ყველას საყოველთაო ბედნიერება, კეთილდღეობა ძალიან ძნელად მიღწევადია. სხვა შორის ეს კითხვა ასე რომ ჩვენ უნდა ვიზნოთ იმას უკაცრავად იგა. მე ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ჩვენი როდესაც ამას იგებენ და არ მithქვამს შედარებისთვის, რომ 150 ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ეს 150 ლარი გახდეს 1500 ლარი. შეიძლება დღეს აბსურდულად ჟღერს, მაგრამ ჩვენ ისე უნდა ვიმუშაოთ თავრობა, ისე უნდა გავზარდოთ ეკონომიკა, რომელიც იყო დაანგრეული. ისე უნდა დავეხმაროთ სოფლის განვითარებაში, რომ ეს 150 ლარი გავაორმაგოთ როგორც მინიმუმ წლების შემდეგ, ხო? ამას დრო სჭირდება. ჩვენ 2 წელიწადში ქვეყანას ფეხზე ვერ დავაყენებთ რეალურად, მაგრამ მე მინდა გითხრათ, ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი მიმდინარე არის, ანუ 3 კვარტალის მონაცემებით 6%. მით უმეტეს შეგახსენეთ, როგორი გამოწვევები არის რეგიონში. ეს ყველას ავიწყდება თითქოს. ამ რეალობაზე არავინ არ საუბრობს. უკრაინაში რა ხდება რუსეთში, რა ხდება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რა ხდება რეგიონში, სირია, ერაყში. სოფლიოში არის უამრავი ძალიან სერიოზული კონფლიქტები. ამ ფონზე საქართველოს ახერხებს 6%-იან ზრდას. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა არც ერთი ტელევიზია არ აშუქებს სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, მხარდამჭერ ან ობიექტურ ინფორმაციას, ხო? თქვენ დამისახეთ მთავრობა რომელიც ძალიან გაბრაზებული ჩვენებით რაღაც ტელევიზიებზე არ აშუქებს ვერ დამისახებთ მაგალითს მთავრობისა რომელიმე ქვეყნის სადაც არც ერთ ტელევიზიას ასე ვთქვათ არც ტელევიზიასთან წვდომა არ აქვს თავრობას. გინდათ მეკითხათ მაშინ გულწრფელად გითხრათ ჩემი აზრი ამაზე პრემიერ-მინისტრი კი არ უნდა საუბრობდეს თქვენ ყავთ თქვენი გუნდი დეპუტატების გუნდი რომლებიც იმ პარლამენტში ნახევარზე მეტი ეხლა ძალიან გულწრფელად გეტყვით რახან ამდენჯერ ახსენეთ ტელევიზიები და გაშუქება იმის ნახევარიც კი ვერ მოხდებოდა იმ ადამიანების იმ პარლამენტში თქვენი გუნდი რომ არ ყოფილიყო და დღეს მათ აღარ უნდათ რომ ეთერში გამოვიდნენ ილაპარაკონ თუ რამე საკეთებს ხელისუფლება ეს მიიტანონ ადამიანებამდე ამაში არის ეგ პრობლემა და არა დაუშვათ ტელევიზიებში რომელიც თქვენ ამბობთ რომ არ აშუქებენ ეს გუნდის პრობლემა ადამიანების გამოვიდნენ მოვიდნენ თავაზობთ პირდაპირ ეთერი გვაქვს დასხდნენ ილაპარაკონ არა და ჩაკეტილი წრი არის 5-6 კაცი გამოდის ეთერში თემაზე 5-6 კაცი კარგით მოდით მე ვიდრე რეკლამას გამოვაცხადებ ეკономიკაზე ეკონომიკაზე მინდა რომ გითხრათ რომ ამ 2 წლის ურთული 2 წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით 24%-ით ექსპორტის გაზრდა 70%-ით გავზარდეთ ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე და 530% რუსეთის ბაზარზე ის ფაქტი რომ რუსეთთან გავხსენით ბაზარი იმაში რომ ეს არის ერთ-ერთი სერიოზული მიღწევა ამაზე უცნაურია სააკაშვილი თუმცა მე მაგალითს გეტყვით რომ სააკაშვილის კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ როგორი მიდგომები იყო წინა ხელისუფლების დროს და როგორი არის ჩვენ დროს WTO-ში სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების მხარდაჭერით სანაცვლოდ რუსეთისთვის მხარდაჭერით სანაცვლოდ სააკაშვილმა მოითხოვა პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრა აი აქედან ჩანს რომ ეს ადამიანი საკუთარ თავზე ფიქრობდა მხოლოდ და ჩვენი ქმედებიდან გამომდინარე ვერ დამისახებთ მაგალითად ჩვენ თავზე ვფიქრობთ ჩვენ ვფიქრობთ რა თქმა უნდა ჩვენი მთავრობის სიძლიერე და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერება და ჩვენი მოქალაქეების უკეთ ცხოვრებაზე და კიდევ გეტყვით თუ შეიძლება მოვისმინე ოპონენტების აზრი რომ აი დღეს ბიზნესი ნაკლებ უშოვლობს. დიახ. როგორ შეიძლება რომ ესეთი განცხადება გააკეთოს მაშინ როცა რეალური 2 წლის განმავლობაში დარეგისტრირდა 46000-ზე მეტი ბიზნეს კომპანია სუბიექტი და 2 წლის განმავლობაში 3 მილიონ ლარზე მეტი ბრუნის მქონე გადამხდარმა მსხვილ ბიზნესად გადაკეთდა 418 კომპანია. ანუ რეალურად კომპანიებმა 2 წლის განმავლობაში იშოვეს უფრო მეტი ფული და მათი ერთობლივი შემოსავალი გახდა 4 მილიარდ ნახევარი ლარი. გასულ წელს მე გეტყვით მაგალითს გეტყვით. ჩვენი პოლიტიკის შედეგია, ჩვენი პრაგმატული კონსტრუქცია და ჯანსაღი პოლიტიკის შედეგია ის რომ მაგალითად მინერალური წყლების კომპანია ბორჯომის მოგება გაოთხმაგდა 400%-იანი მოგება ჰქონდა. ღვინის ექსპორტიორებმა გაოთხმაგეს მათი მოგებები. ეს რეალობა არ არის, თუმცა ის რომ 4000 ჰექტარზე გავაშენეთ ჩვენ 2 წლის განმავლობაში ახალი ვენახები. მაშინ როცა წინა დროს გლეხს საკუთარი ხელით აჩეხინებდნენ ვენახს. ჩვენ 420000 ჰექტარი მიწა დავამუშავეთ. თუ შეიძლება დამასრულებინეთ ეს ბონდი უნდა მოყვე მოსახლეობისთვის და ყოველ წელს 800000 გლეხი იღებს დახმარებას სახელმწიფოსგან. აქედან მე შემიძლია ჩამოგვითვალეთ რომ 300 მილიონი უკვე დავხარჯეთ, 300 მილიონი, ანუ რაც პარლამენტისთვის დაიხარჯეს, იმაზე ნაკლები და მაგალითად ჩვენ 107 მილიონის სასუქი მოწევთ 48 მილიონი ლარის შხამქიმიკატები, 50 მილიონი ლარის ინვენტარი სასოფლო-სამეურნეო და ასევე მინდა გითხრათ რომ 492 მილიონი ლარის კრედიტი გაიცა შეღავათიანი აგროკრედიტი.
ანუ ჯამში 800 მილიონი 2 წლის განმავლობაში დაიხარჯა ჩაიდო სოფლის მეურნეობაში. ეს თქვენ რა გონიათ, რომ სად მიდის ეს ფული? არ მიდის მოსახლეობაში? არ მიდის მოსახლეობა ალბათ თავის საკუთრის 2 წლის შემდეგ, როდესაც არჩევნები იქნება და შეაფასებს გლეხებისგან 2 წლის განმავლობაში შეყიდული არის 200,000 ტონა ყურძენი. მაშინ როცა ბოლო 4 წლის განმავლობაში სააგაშვილის დროს შეისყიდეს 88,000 ტონა ყურძენი და 270 მილიონი ლარი შევიდა მხოლოდ კახეთის რეგიონში და რაჭაში. თხილის მაგალითად რეალიზაცია 170 მილიონი ლარის თხილს რეალიზებული სამეგრელოს რეგიონში. ეს რეალურად მოსახლეობის მათ ოჯახების კეთილდღეობას ხმარდება, ხო? მათთან შედის. მაშინ როცა თუნდაც ატმის ექსპორტი 70% არის გაზრდილი. ატამი, ვაშლის სუბსიდირება მოახდინეთ პირველად საქართველოში, ციტრუსის სუბსიდირება, ყურძნის, ეს არის რეალობა, ქალბატონი ინგა. და თქვენი თქმის არ იყოს, მე მინდა დაგეთანხმო აბსოლუტურად, რომ ამაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ ყოველდღიურად. და არა იმაზე, რომ არის თუ არა კრიმინალი მერაბიშვილი. თუ არის თუ არა კრიმინალი ახლა ედუ, თუ აცემინა თუ არა გილაშვილი ზაგაშვილმა. ამ ყველაფერს პროკურატურა შეაფასებს, მაგრამ ჩვენ ვისაუბროთ ამ პოზიტივზე. აი მე ხა მოგმართო თქვენ ქართული ოცნების დეპუტატებს თქვენი ლიდერი ამას ამბობს, რომ უნდა ვისაუბროთ კონკრეტულ თემებზეო და როდესაც გადაცემაში მონაწილეობას გთხოვთ ხოლმე, მე უარი აღარ თქვათ რომ გამოხვიდე და ილაპარაკოთ კონკრეტულ თემებზე. ვაგნერაკლი კითხვა იყო თუ შეიძლება გეტყვით. რეკლამა უნდა გამოვაცხადო ეთერში ბრძანეთ და შემდეგ შიდა პოლიტიკურ საკითხებზე უნდა გადავიდეთ. რომ აი ბატონმა ივანიშვილმა დაანონსა 60 საწარმო და სად არის საწარმოები? სად არის 60? სად არის 89 პასუხისმგებლობით გეუბნებით, სრულ პასუხისმგებლობით გეუბნებით ამას. 89 ახალი საწარმო შეიქმნა 2 წლის განმავლობაში. ჩვენი დაფინანსებით. თან დაფინანსებით. და 25 ახალი საწარმო შეიქმნა დავაფინანსეთ ახლა სულ 3 თვის განმავლობაში პროგრამის აწარმოები საქართველოს ფარგლებში. ეს არის რეალობა. მე მიმართა ოპონენტებს, მედია საშუალებას ყველას. ჩვენს მიმართ კრიტიკულად განსხვავ საზოგადოებას. წავიდნენ ნახონ. მზად ვარ. მეც გავყვები, მე თვითონ ვანახე ყველას. მე დრო არ მაქვს უბრალოდ რომ მე ჩავიდე, მაგრამ აი რაც თქვენ თქვი დეპუტატები ჩავიდნენ, იარონ და მოსახლეობას აჩვენონ. ეს აწარმოები. და რა კეთდება რეალურად და რამდენი დაფინანსდა. ხო? ეს ყველაფერი. თუნდაც ის პროგრამა, რაც ჩვენია, ჩემი ასე ვთქვათ, რო ითქვენ, ოცნების პროექტი არის აწარმოები საქართველოში. თუ ამას სხვაშორის წარმოების დაუბაძეთ სოფლის განვითარებაზე, მიუთითებდნენ ყოველთვის სააკაშვილის ხელისუფლებას. ისინი მიმართულად ანგრევდნენ სოფლის მეურნეობას და წარმოებას. არ ვითარდებოდა. ეკონომიკა იზრდებოდა ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯზე, გაუგებარი შენობების ხარჯზე. ამბანის კოშკი 60 მილიონი, 360 მილიონი, ასე ვთქვათ, ის პარლამენტ შენობას, 600 მილიონი სასახლე. ამას რო ხარჯავ, რა თქმა უნდა, ეს აისახება ეკონომიკაზე, მაგრამ ეს ხომ არ აისახება ოჯახებზე. ჩვენს მიერ ინვესტირებული ეს თანხები მილიარდი ლარი, ჯანდაცვა, ასე ვთქვათ, ასევე სოციალური დახმარებები, პენსია, სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამები, ეს ყველაფერი აისახება მოსახლეობაზე. დიდი მადლობა. გადაცემაში არის რეკლამის დრო. რეკლამის შემდეგ მე მინდა რომ თქვენთან ერთად დავიწყოთ საუბარი შიდა პოლიტიკურ ამდებზე. ეს ერთი არის დაუშვათ თემები, რომელზეც თქვენ საუბრობთ. ბევრი დაგჭირთ შესაძლებელია სათქმელი, მაგრამ ჩვენ კიდევ გვაქვს წინ დიდი ბლოკი. რამდენიმე წუთში ჩვენ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში და მაინტერესებს რა სიტყვის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი არის თუ არა მოსალოდნელი. იგი დაემშვიდობოს ირაკლი ალასანიას იქ მომხდარი სკანდალის გამო, გეგმავს თუ არა სამთავრობო ცვლილებებს. რას იტყვის ზოგადად რომელი მინისტრი არის ყველაზე მაგარი მინისტრი მის მთავრობაში და თუ არსებობს ვინც იმსახურებს მისგან ყველაზე ხშირად საყვედურებს. დავბრუნდებით რამდენიმე წუთში, ძალიან ბევრი საინტერესო თემა გვაქვს და ყველაზე მთავარი 15 ნოემბრისთვის აანონსებული აქცია, რომელზეც როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მას აქვს ინფორმაცია, რომ იგეგმება პროვოკაციები. არ გადართოთ, ჩვენ მალე ეთერში ვართ. რეაქცია არის კვლავ პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმარია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მე მინდა შიდა პოლიტიკურ საკითხებთან დაგისვათ დაკავშირებით დაგისვათ ბატონო პრემიერო კითხვები. პირველ რიგში იგივე დღეს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, თუნდაც არის თუ არა თქვენში პირადად იმის მოლოდინი, რომ შესაძლებელია თქვენი კოალიცია დაიშალოს, რომ ირაკლი ალასანიას გუნდი აღმოჩნდეს ოპოზიციაში, რომელმაც დღეს ძალიან მკვეთრი პოზიცია დააფიქსირა იგივე მოსვენების კანონთან დაკავშირებით. ელოდებით ან თქვენ ფიქრობთ თუ არა, რომ შესაძლებელია იგივე რესპუბლიკელები აღმოჩნდნენ თქვენს ოპოზიციაში. ფაქტია, რომ არიან იქ პოლიტიკური ძალები და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არ არიან უნისონში თქვენთან, ქართულ ოცნებასთან. არა, მე ასე დავიწყებდი, რომ ისე ძალიან სკანდალური ხართ, ეს გიყვართ სკანდალური განცხადება. არა, დღეს რო ვარ ესეთი კონსტრუქციული, მე მგონი არასდროს არ ყოფილი ვარ, იმიტომ რომ მე უფრო მაინტერესებდა პრემიერი რა სიტყოდა, ვიდრე დაუშვათ ჩემი ოპონირების რეჟიმი თქვენ. არა, რატომაც მე მზად ვარ ოპონირების ის, მაგრამ რაც შეგვიძლია თქვენ შეკითხოს, მე პირველი მინდა გამეორო ის, რომ კოალიციაში არის აბსოლუტურად ჯანსაღი ვითარება. ღია კოალიცია. გულისხმობ იმას, რომ
ჩვენ გვაქვს რეალური დემოკრატია შინ კოალიციაში. ადამიანები ჩვენ რა თქმა უნდა არ უგზავნებთ ღიად საკუთარი აზრის დაფიქსირებას. ეს არის ჩვენი ასე ვთქვათ მუშაობის სტილი, ეს არის ჩვენი მიდგომები. ნორმალურია თუ კოალიციაში შემოვიდა რომელიმე პარტია, ან პარტიის წევრმა დააფიქსირა რაღაც აზრი, თუნდაც საჯაროდ. მე არ მიმაჩნია ეს რაღაც განსაკუთრებულად. ეს აჩვენებს სწორედ დემოკრატიულობას, ჩვენი ხელისუფლების. ჩვენ გვახსოვს როგორი ვითარება იყო, ხო? კი ბატონო, პარლამენტში ვერამ ვერ გაბედავდა. ეს რომ გამოდიან, ვერ გაბედავდა უბრალოდ რაიმე განსხვავებული აზრის დაფიქსირებას. კი, მაგრამ როდესაც ასეთი განცხადებებია, ჩვენი პოზიცია არ ემთხვევა იგივე პრემიერ-მინისტრის პოზიციას და არ ემთხვევა პრინციპულად ეს რესპუბლიკელების განცხადებაა დავით ზურაბიშვილი. რა ხდება, რა მოხდა? ბერძენიშვილის განცხადება სამარცხვინო მთავრობა. სამარცხვინო ასე თქვა, არა, ეს არის სამარცხვინო საქციელი მთავრობის მხრიდან პრემიების დაინგანახეთ მოსახლეობას. თქვენ მოსახლეობას. არა, ეხლა წაგიკითხავთ. არა, თქვენ მოსახლეობას გისმით, თქვენ ამბობთ რომ სამარცხვინო მთავრობა თქვა ბერძენიშვილმა. კი ბატონო, ეხლავე გიკითხავ დავით ბერძენიშვილის მე მოვძებნი წეგან წავიკითხე, მაგრამ ეხლა კიდევ ერთხელ გადავიკითხავ, როდესაც მერი მაღალ ჩინოსნებს გაორმაგებულ შემოსავალს უნიშნავს და თუნდაც რეპრესირებულებისთვის თანხა არ არსებობს, ამას არ შევეგუები, არ შევუერთდები მთავრობას სამარცხვინო საქციელში. ეს არის დავით ბერძენიშვილის სიტყვები. იგივე რესპუბლიკელების. ანუ აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა, ელოდებით თუ არა რომ შესაძლებელია კოალიცია დაიშალოს. მით უმეტეს რომ ისინი ღიად საუბრობენ 2016 კოალიცია შედგება 6 პარტიიდან, ხო? ჩვენ გვაქვს შეთანხმება ესე იგი 2016 წლამდე კოალიცია იქნებოდა შეკრული და ასე ვთქვათ. ერთად მივიყვანდით ამ პროცესს, დაწყებულ პროცესს. მე საერთოდ არ უყურებ ასე მაგ პროცესს, რომ კოალიცია დაიშლება, არ დაიშლება. მე მინდა გითხრათ, რომ მე რაზეც ვფიქრობ, ეს არის ის გამოწვევები, რაც ქვეყანაში არის. საშინაო საგარეო პოლიტიკა. ეს არის მთელი ქვეყნის ჩვენი ქვეყნის განვითარების გეგმა, ეს არის ასოცირების ხელშეკრულება და მისი იმპლემენტაცია, მისი განხორციელება, ეს არის რეფორმები, ეს არის ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესება. ასე რომ ჩემს პრინციპული არ არის ეხლა კოალიციაში შემოვალი რომელიმე პარტიის წევრი რაღაც გაუაზრებელ განცხადებას იტყვის, არ იტყვის. ეს არა პრინციპული და ეს მე არ მაზიანებს. იმაში პირიქით, ეს ჩვენ გვაძლიერებს კიდევ უფრო მეტად და კიდევ უფრო მეტ დემოკრატიულობას წარმოაჩენს. ანუ არ ელოდებით რომ თქვენს წიაღში შესაძლებელია ოპოზიცია გაგიჩნდეთ თქვენივე? არა, მოსაოდნელი რა ეხლა როგორ გითხრათ, ისე არა სოლქმარი შეიძლება გაიყაროს და მის მომში ხო არსებობს. ძმები ჩხუბნი ერთმანეთში და კოალიციის წევრებს შორის თუ რაღაც გაუგებრა მოხდა და ოდესღაც კოალიციის წევრმა დატოვა კოალიცია, ამაში პრობლემა არ არის. მე ვხედავ პრობლემას. 2016 წლიდან არ გამორიცხავენ. თორეს ირაკლი ალასანიას აქვს 8-ში 8 ნოემბერს საკუთარი პარტიის ხილობა და იგი ხელახლა გახდება პარტიის თავმჯდომარე. ანუ აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გაჩნდა კითხვები, რისთვის ემზადება ირაკლი ალასანია და განსაკუთრებით გაჩნდა ეს კითხვა მას შემდეგ, რაც თავდაცვის სამინისტროს სკანდალი ვთქვათ პირდაპირ გახდა ცნობილი. მილიონებთან დაკავშირებით. დროში არ ემთხვევა ეს და მაინც, იმიტომ რომ ჩემი ინფორმაციით ეს სამინისტროს გამოძიება დაიწყო 4 თვის წინ, 4-5 თვის წინ და ინფორმაცია არ მნიშვნელოვანია ეს, იმიტომ რომ სპეკულირება მაგაზე არ შეიძლება და ინფორმაცია იმის თაობაზე რომ ირაკლი აპირებდა პარტიის ხილობის ჩატარებას, რომელიც გასულთასაც ჩაატარეს რესპუბლიკელებმა, ჩაატარეს ფორუმმა და ეს ნორმალურია. ინფორმაცია ამის თაობაზე რომ გახდებოდა პარტიის თავმჯდომარე, გახდა ცნობილი თუ რაღაც 1 თვის წინ. ასე რომ დროში არ ემთხვევა მაინც და მაინც მასე არ არის. რომ ჯერ გამოძიების ასე ვთქვათ პარტიის მას შემდეგ რაც მან განაცხადა იმის თაობაზე პარტიის თავმჯდომარე გახდებოდა ამის შემდეგ გახდა ცნობილი გამოძიების თაობაზე პირიქით არის ხო და როგორ გითხრათ შეიძლება პირიქითაც იქ დასვას ადამიანმა შეგითხვა ხო კარგით მაშინ ჩემ შეკითხვებს რომ პირიქით დასვას ადამიანმა შეგითხვა ხო ვიღაც ოპოზიციონერმა ან ვიღაცამ რომ ხომ არ გააკეთა ეს იმიტომ რომ ასე ვთქვათ გამოძიება იყო დაწყებული და ამიტომ გადაწყვიტა პარტიის თავმჯდომარე გამხდარიყო ეს ანუ ამით სპეკულირება გადიფიქრებია ასეთი და ხომ არ გააკეთა მე მეორე მე ვფიქრობ ზოგადად მაგრამ ეხლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მიფიქრე იმიტომ რომ ამ განსაკუთრებული მნიშვნელობა ასე ვთქვათ არ მიმინიჭებია ამ ფაქტისთვის ეგ ნორმალურია და ჩემთან იყო ირაკლი და მითხრა რომ ეს 8-ში 8 ნოემბერს იყო დანიშნული და მეც ვიცოდი წინასწარ და მეც ვარ მიზოური და ნორმალურია მიხვალთ იმ ყრილობაზე ხო თუ ჩატარდება რატომაც არა ეს პრობლემაა ბატონო ირაკლი მოდით ირაკლი ალასანიაზე ვსაუბრობ და დაგისვათ პირდაპირ შეკითხვას ველოდო თუ არა რომ შესაძლებელია პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს და თქვენ როგორ ფიქრობთ თავდაცვის მინისტრის იმ სკანდალიდან გამომდინარე რაც გახმაურდა თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით ამ შეკითხვას შემთხვევით არ ვსვავ იმიტომ რომ ყველა სახსოვს დავით კირვალიძე როგორ გადაყვა საკუთარ სამინისტროში ახლა ასეთივე სკანდალს რა სიტყვით აპირებ თუ არა რომ დაემშვიდობოთ ირაკლი ალასანიას აი ამ ფაქტის გამო პირდაპირ საკითხის დასმა მეგვინა შეიძლება მე მოდით მე განმომარტავ საზოგადოებას იმედან ეს საქმე არის როგორც ჩანს რეზონანსული და ეს რა თქმა უნდა არ არის ჩვეულებრივი საქმე
საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს და იქ ხუთი მაღალჩინოსანი იქნა დაკავებული. რა თქმა უნდა ამის თაობაზე მე უფლება არ მაქვს საზოგადოებას არ განვუმარტო. თუ რა ინფორმაციას ვფლობ მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, როგორც მთავრობის მეთაური, რომლის წევრი არის მინისტრი ალასანია. და რა თქმა უნდა, მიმაჩნია რომ ჩვენ მეტი კომუნიკაცია, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას. თუ რას ეხება, რაზეა საუბარი, ხო? დიახ. ის ინფორმაცია რაც მე მომაწოდეს, რაც მე ასე ვთქვათ, მივიღე გავრცელებული ინფორმაციის გულისხმობ პროკურატურის. თქვენ ნახეთ რომ იქ არის სერიოზული კითხვები და არ არის ჩვეულებრივი საქმე. ეხლა რაც შეეხება კიროვალიძის საქმეს და მის გადადგომას, რომელიც მე იმაჩნევ ძალიან კულტურულად მოიქცა და მაშინ ასე ვთქვათ, ამ საქმესთან დაკავშირებით იყო კითხვები, გარკვეული კითხვები იყო და მაშინ უბრალოდ ჩემი ინფორმაციით მოხდა პრევენცია და ეს საქმე აღარ განვითარდა და დასრულდა. უფრო დიდი დანაშაული, ასე ვთქვათ, იქნა პრევენტირებული და ახვეთილი, ხო? ეს რა ინფორმაციაც მე გამაჩნია იმის მიხედვით, იმას დაფუძნებით ვამბობ ამას. რაც შეეხება ამ საქმეს, ძიმე საქმეა, მე შემთხვევით არ მეთქვამს რომ მეც განვიცადი და მე განვიცდი ამ საქმეს. ბუნებრივია ამას გულგრილი ვერ შევხვდები. როცა საქმე ეხება ჩემი მთავრობის ესეთი მთავარი მინისტრის, თავდაცვის მინისტრის უწყებას და იქ აგორებულ სკანდალს როგორც თქვენ ამბობთ და კორუფციულ საქმეს შესაძლო სავარაუდო კორუფციულ საქმეს და იქ არსებულ გამოძიებას 5 ადამიანის დაკავებას, რა თქმა უნდა მეც ვგზნობ ჩემს წილს ვალდებულებას და პასუხისმგებლობას რომ ადამიანს განუმარტო, მოსახლეობას განუმარტო. თუ რასთან მოხდა საქმე? არის მართლა რეალურად ასეთი ფაქტი არ არის. რა თქმა უნდა გამოძიება უნდა დააზუსტოს, დაასრულოს, უნდა ჩატარდეს გამოძიება ობიექტური, გამჭვირვალე, არც ერთ კითხვა არ უნდა დარჩეს საზოგადოებაში, არცად, არც შიგნით, არც ქვეყნის გარეთ და მეორეს მხრივ სასამართლომ უნდა მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვიმსჯელოთ ჩვენ. და მე მინდა უბრალოდ საზოგადოებას განუმარტო, რომ რა თქმა უნდა მძიმეა, მეც მაქვს შეკითხვები და მე ვინაიდან არ მინახავს მინისტრი ალასანია. ალასანიასთან გაქვთ შეკითხვები? არა, ბუნებრივია, მეც მაქვს შეკითხვები, რაც ალბათ ყველა ნებისმიერ მოქალაქეს შეიძლება აქვს კითხვები და მეც ვაპირებ საუბარს, თვითონაც დაინტერესდება, თვითონაც განმარტავს მოქალაქეებისთვის, თუ რასთან გვაქვს საქმე, ხო? ამას გარკვევა სჭირდება, ამის ასე ვთქვათ, ესე გულგრილი დამოკიდებულება არ შეიძლება. ის რაც ჩვენ მოვისმენთ პროკურატურისგან, თუ ეს ასეა და თუ ეს სავარაუდო ასე ვთქვათ დანაშაული, რომელზეც საუბარი არის დამტკიცდება, რა თქმა უნდა, მძიმე გადაწყვეტილება იქნება და მძიმე პასუხისმგებლობას დააყენებს. სამინისტროს მაღალჩინოსნების. მათ შორის მინისტრის? არ მე არ ვიცი, მე ვერ გეტყვით ვერაფერს წინასწარ. მე არ ვარ, ასე ვთქვათ, გამოძიებელი, მე არ ვარ პროკურორი. მე მინდა გითხრათ, ორივე უწყება რეალურად ჩემს დაქვემდებარებაშია, ხო? პირდაპირ თუ არა პირდაპირ. და მე ორივეს გამისდი. თუ ერთმა ვერ დაამტკიცა მეორე დანაშაული, ან პირიქით მოხდა, რა თქმა უნდა, ჩემს ორივე შემთხვევაში არის კივნეული. და მე ამას გამისდი, რომ ჩემ მთავრობას ეხება. და თუ რამე ფუჭდება ან კეთდება, ამაზე მე ვარ პასუხებელია საბოლოო ჯამში, ანუ მე ვიღებ ჩემს წილს ვალდებულებას, რომ მოსახლეობას განუმარტო რა მოხდა. ანუ ორიდან ერთ-ერთის პასუხისმგებლობა ყველა შემთხვევაში დადგება? მოდით ასე დაგისვათ მაშინ ამ შეკითხვას. არა, მე ასე არ დავაყენებ საკითხს. მე უნდა ჩვენ დაველოთ გამოძიებას. დიახ. და პროკურატურა მაქსიმალურად ღია იქნება და გამჭვირვალედ წარმართავს გამოძიებას, რომ არც ერთ კითხვა არ დარჩეს. მეორე მხრივ თავის სამინისტრო უნდა იყოს მოტივირებული, მოწოდებული, რომ ნებისმიერ კითხვაზე გასცეს პასუხი. მათ შორის საჯაროდაც. დიახ. და პირადად მინისტრმა. თუმცა ის ფაქტი, რაც ჩვენ მოვისმენთ, რომ ეხა კითხვები არის, ეხა ტენდერი როგორ ჩატარდა, ხო? ანუ საუბარი იმაზე, რომ თვითონ ის კაბელი რაც გაიყვანეს. რამდენი მიზანშეწონილი იყო ამის გაკეთება? იყო თუ არა მის საჭიროება ეს მინისტრის მოადგილეც დაიკითხა ამასთან დაკავშირებით. დიახ. ეს საკითხია. მეორე საკითხი არის ის, რომ როგორ ჩატარდა ტენდერი, ხო? თუ არ მოხდა რაიმე დარღვევა. იმიტომ კითხვები არის, რომ ძალიან მოკლე ვადაში მოხდა ტენდერის ჩატარება, კომპანია ვერ შეძლეს, ესე იგი, როგორც ინფორმაცია ვრცელდება პროკურატურიდან. რაც მე მითხრეს, რაც მე გადმოცეს, იმას გიყვებთ, უბრალოდ თქვენ რა გიხსნათ და მოხალხეებს რომ განუმარტო, ხო? ასევე საუბარი იმაზე, რომ მაგალითად ის კაბელის რაც ჩაიდო, ამ კაბელში გამავალი წვერების შესყიდვაზე იყო საუბარი. ამ დროს რეალურად უნდა ყოფილიყო ალბათ მომსახურება და საქონლის მიწოდებაზე, ხო? ანუ ეს ვერსიებია რაც გეუბნებთ. ასევე კითხვა რა თქმა უნდა ბუნებრივია ჩნდება მაშინ, როცა კონტრაქტის საერთო ღირებულება არის 6 მილიონ 700 და 6 მილიონ ნახევარი არის ავანსის სახით გადარიცხული. და ეს მოხდა, მე მახსოვს, რომ ეს იყო გასულ წელს, ახალ წლამდე, როცა ავანსის სახით 5 მილიონი, უბრალოდ 5 მილიონი გამოეყო თავის სამინისტროს სარეზერვო ფონდიდან
მაშინ სამინისტროებს დაურიგეთ, მორჩენილი თანხა ჰქონდა და მიეცა სამინისტროებს რომ გამოეყენებინათ. 5 მილიონი არის ამასახით მიცემული და შემდეგ რაღაც სულ რაღაც ორ კვირაში დამატებით 1.5 მილიონი. ანუ ეს კითხვები რა თქმა უნდა მეც მაქვს თქვენ არაფერი ამ თემაზე. მე არ ვიცოდი, მე ჩემს რო ეკითხვა რა თქმა უნდა მე ვეთყოდი. როგორც მინიმუმ რჩევას მივიწევ. არა, აი, როდესაც ცნობილი გახდა, ან აღარ ქონიათ, ან სატელეფონო საუბარი. გამოძიების პროცესში მე არ ვერევი და მე მკვეთრად მას გამიჯნული. ყველამ კარგად იცის რომ მე გამოძიების დეტალებში არ შევდივარ უბრალოდ, მაგრამ ეს კითხვები რაც მოვისმინე, რა თქმა უნდა ამ კითხვებზე პასუხი საჭიროა, საზოგადოებამ გაიგოს, თუნდაც ის რომ რატომ გადაიხადა თავის სამინისტრომ ამ კაბელში 6.5 მილიონი და აღმოჩნდა რომ ესე იგი სამუშაოები შედებოდა 2.5 მილიონი და ან 4 მილიონი გაიფლანგა სავარაუდოდ, ამას თუმცა ამ დასწრება შეიძლება და ამას ესე ხელის მოსით ვერ იტყვი. ანუ საუბარი იმაზე რომ მაგალითად ეხა ბინა ააშენოთ, სახლი ააშენოთ და სახლის აშენების ფული გადაიხადოთ და ერთი ბინა იყიდოთ თქვენ. ანუ აქ დიდი, კითხვები არის, რა თქმა უნდა, მეც მაქვს შეკითხვები და ამას ღიად ვსაუბრობ. მე არ ვეძებ ამაზე ღიად საუბარს, იმიტომ რომ ჩემი მთავრობის წევრია და ერთი მნიშვნელოვანი მინისტრია. ასე რომ ამას ჭირდება, ყველაფერს ჭირდება გამოძიება და ანუ თქვენ გამორიცხავთ თუ არა, რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს და გადავდივარ შემდეგ შეკითხვაზე. მე არ ვსარგეთქვით ეხა ამას დაკავშირებით. ჩვენ უნდა დავიღოთ გამოძიებას, ჩვენ უნდა გავყვეთ როგორ განვითარდება მოვლენები. მინისტრი ჩამოვა კითხვებს გასცემს, პასუხს გასცემს, ესე იგი. კი ბატონო. კითხვებზე და პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭირველი. მე ამას ვკვირდები და დარწმუნებული ვარ სამინისტრო იქნება მაქსიმალურად ასევე მოტივირებული. საინტერესოა, ჩვენ აქვე შევთავაზებთ ბატონ ირაკლი ალასანიას, თუმას ექნება სურვილი შემდეგ გადაცემაში, ასევე გახდეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. კიდევ ერთი და თუ შეიძლება გეტყვით. კითხვა უნდა ზოგადად ჩვენთვის, ჩვენი მთავრობისთვის მოსახლეობას რო შევახსენო. ჩვენთვის არ არის ეს ახალი. ჩვენ ვართ უკომპრომისო, მაშინ როცა საქმე ეხება შესაძლო სავარაუდო კორუფციულ გარიგებებს თუ მძიმე დანაშაულს. როცა საუბარი არის 4 მილიონი ლარის გაფლანგვაზე, ხო? და ხარი მძიმე კითხვები. ამაზე ჩვენ გულგრილი ვერ ვიქნებით. პირადად მე ჩემგან დავიწყებ. მე ადრე თქვი და კიდევ მინდა გავიმეორო. როცა მე აღარ ვიქნები პრემიერ-მინისტრი, როცა იქნება ეს ოდესღაც, ხო? ხო იქნება. მე მზად ვარ პასუხი გავცე. პასუხი ვაგო ნებისმიერ ჩემს დროს ჩემს მიერ ჩადენილი დანაშაულს. ანუ მე ჩემგან ვიწყებ ამას. და ამას ვაგუებ ყველა მინისტრს. ისინი არიან პასუხობელი, ანგარიშვალდებული მოქალაქეების წინაშე. ვინ არის თქვენი ფავორიტი მინისტრი? მინისტრობის დროს, როცა მე ვიყავი. კი ბატონო. შინაგან საქმეთა მინისტრი, ჩემი მეგობარი იყო და არის გელა ხვედელიძე, რომელიც პასუხისმგებაში მივეცით. თქვენ გონიათ ჩემთვის ადვილი იყო ამის გაკეთება? რა თქმა უნდა არა. მაგრამ ჩემთვის არის მთავარი სახელმწიფოს ინტერესები და ხალხის ინტერესები. ასე რომ მე არ ვაპირებ რომ ვინმეს და ვიღაცას, თუნდაც მე ვიყო, გადავაყო სახელმწიფოს ინტერესები. ეს არის გამორიცხული. ჩემი შვილი რო იყოს, ჩემი საკუთარი ასე ვთქვათ, ოჯახზე რომ იყოს, მე აბსოლუტურად უკომპრომისო ვიქნები ამ ბრძოლაში. ეს პრაქტიკა, ეს სტილი დამკვიდრებული არის ჯერ კიდევ ბატონ დინევანიშვილის დროს. ჩვენ ასეთი მთავრობა, ასეთი სტილი გვაქვს ჩვენი მუშაობის. ეს არის ჩვენი ხელწერა. ასე რომ ჩემთვის რო ეკითხათ, მე კიდევ ვიძახი, რო ეკითხათ აზრი, რა თქმა უნდა, რჩევას მიცემდი. იგივე ირაკლის, იმიტომ რომ ამის ესე აქ კითხვები არის, ამ კითხვებს შეიძლება პასუხი გაცემა. კარგი, და თუნდაც ის, მაგრამ მე ვიცი რომ არის კომპანიები, რომელიც უფასოებს გაძლევენ მომსახურებას, ასე რომ კითხვები როცა არის, ამაში შეიძლება გამართება. ბატონო ირაკლი, ვინ არის თქვენი ფავორიტი მინისტრი მთავრობაში? ჩვენი საუბარი ცოტა დასასრულისკენ უნდა წავიყვანო და ვინ არის, ვინც ყველაზე ხშირად იმსახურებს თქვენს შენიშვნას? თუ გეგმავთ სამთავრობო გუნდის განახლებას, მუდმივად მიდის მედიაში საუბარი ამაზე, რომ იანვარში შესაძლებელია მოხდეს განახლება გუნდის. ვინ გითხრათ, რომ იანვარი? ნუ ჩვენს ყავს ახლა ჩვენი წყაროები და მოგეცით უფლება რომ ჩვენი წყაროებიდან გამოსულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დავსვათ შეკითხვები. მე არ მიმაჩნია სწორად რომ ვისაუბრო ფავორიტ მინისტრებზე და მინისტრებზე რომელსაც მე ვაძლევ შენიშვნას. ისი არის ასეთი მინისტრი, ფავორიტ მინისტრსაც ვაძლევ შენიშვნას. შენიშვნას. კიდე ეს ნორმალურია. და ამაში მე ახალს ვერ ხედავ. ვინც იმსახურებს შენიშვნას ვაძლევ შენიშვნას. ანუ სამთავრობო გუნდის განახლებას არ გეგმავთ. მთავრობა არის დღეს. მთავრობა არის ძალიან ეფექტური. და ჩვენ გვაქვს მართლაც გამორჩეული მინისტრები. იმიტომ რომ შეხედეთ მათ მუშაობის სტილს. შეხედეთ მათ გამჭვირვალობას, მათ გახსნილობას. და ეს თქვენ ნახავთ რომ მთავრობის თითოეული წევრი არის მოწოდებული რომ ემსახუროს ხალხს და ქვეყანას. თქვენთვის თავარი ამოცავალი ეს არის. აი მაგალითს გეტყვით ეხლა ვსაუბრობთ. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ჩავლიაშვილი. რომის დროსაც იგი 2.4 მილიარდი ლარის პროექტები განხორციელდა საქართველოში. აქედან 89 მაგალითად ხიდი გარემონტა და 16 ახალი ხიდი აშენდა 550 კილომეტრი გზას გაუკეთდა რეაბილიტაცია. ამ დროს მოქალაქეებს არ აქვთ ინფორმაცია, ჩვენ გზები დავაგეთ იქ, სადაც არასოდეს 20 წლის განმავლობაში არ ყოფილა გზა დაგებული.
და მე ყოველთვის მაგას ვეუბნები, რომ როცა გზას ხსნის და აკეთებს რემონტს, საჭიროა მეტი კომუნიკაცია ხალხს უნდა აჩვენოს, რაც ვაკეთებ და ხალხს ანგარიში უნდა ჩავაბარო. მაგალითს გეტყვით ის, თუ შეიძლება იმიტომ რომ 70 კილომეტრი ავტომაგისტრალი დააგო სააკაშვილის მთავრობა. 9 წელიწადში. ჩვენ მთავრობამ 2 წელიწადში 40 კილომეტრი დააგო მაგისტრალი და 18 კილომეტრი ზებონი დასრულება. სააკაშვილი ახსენეთ და მე მინდა ლოგიკურად გადავიდე შემდეგ კითხვაზე. 15 ნოემბრისთვის დაგეგმილი დაანონსებული აქცია ნაციონალური მოძრაობის მიერ. თქვენი განცხადება, რომელიც მოვისმინე კომენტარი ამ ფაქტთან დაკავშირებით იყო ასეთი, რომ ნაციონალური მოძრაობა გეგმავსაო რაღაც პროვოკაციას, რომ 15 ლარად აპირებს გაჭირვებული ადამიანების ჩამოყვანას რეგიონებიდან და ეს არის ძალიან საინტერესო. საინტერესოა ეს თქვენი ინფორმაცია თუ ეს არის ეჭვი. კონკრეტულ ინფორმაციას ფლობთ, რომ რაიმე პროვოკაციებს აპირებენ არეულობას ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები თუ გაქვთ უბრალოდ ეჭვი? მე მაქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია. კავტუნინგა. მე არ მინდა ახლა ამ პოზიტივის შემდეგ ნაციონალური მოძრაობაზე საუბარი დავასრულო. არა, არ ვასრულებ ნაციონალური მოძრაობის შესახებ. ეს ადამიანები არიან. ეს არის ჩვეულებრივი დესტრუქციული ძალა, რომელიც დღითი დღე სუსტდება, არიან პანიკაში. აქვს შიდა ბრძოლები და სააკაშვილის ერთ-ერთი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება გაახანგრძლიოს ამ გუნდის ასეთ ჭალებში ერთობა. რომ შიგნით საშინელი მდგომარეობა აქვს, მე ვიცი ახლა ერთმანეთს ვერ იტანენ. მაგრამ ერთმანეთს აძლევენ იმეს. მე შეგახსენებთ, რომ თუმცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, დაიწყეს საუბარი მაშინ სააკაშვილმა დაიწყო, რომ აი ჩვენ აპრილში დავბრუნდებით და ყველა აპრილზე იყო გადართული. ანუ რას აკეთებს იცით, რომ თავის თავს ატყუებენ. თავის თავს ერთმანეთს ატყუებენ. ერთმანეთს აძლევენ რაღაც გაუგებარ ენერგიას და გაუგებარ დანაპირებას. შემდეგ იყო შემოდგომა. შემდეგ იყო გაზაფხული. ეხლა შემოდგომა იყო, მე გადადეს ახლა გაზაფხული და ასე იქნებიან და ბოლოს დარჩება 10 კაცი. რაც სექტა ჩამოყალიბდება და იქნებიან ასე, მანამ-სანამ როგორ გითხრათ. ბატონო ირაკლი, ამ კითხვას არ გისვამთ, მე თუმცა ახლა გეტყვით, რომ კონკრეტული ინფორმაციები ერთი წუთი თუ შეიძლება დავასრულებ თუ შეიძლება. მე იმიტომ გთხოვეთ, რომ ლევან იზორიამ გააკეთა განცხადება, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, რომ აღძრულია თურმე საქმე 315 მუხლით. ეს მუხლი თავისთავად გულისხმობს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი შეცვლას. როდესაც იზორია შინაგან საქმეთა მინისტრი აკეთებს ამ განცხადებას, როდესაც თურმე ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს. ამ დროს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მან იცის, რომ რაღაც პროვოკაციები და არეულობა იგეგმება. რა ინფორმაციას ფლობ? თუ იცით, ვინ არიან კონკრეტული გვარები, ვინც ამ არეულობას გეგმავენ და რას გეგმავენ? ამ ადამიანს თქვენ უყურებთ ტელევიზიით საზოგადოება. თუმცა მე არ მინდა. მე მინდა გითხრათ, რომ დღეს არათუ ერთი სააკაშვილი 10 სააკაშვილი და 100 სააკაშვილით ვერ გაბედავს და ვერ გააკეთებს ვერავითარ არეულობას. ისინი მიიღებენ ძალიან მწვავე და უკომპრომისო რეაქციას სახელმწიფოსგან. დღეს სახელმწიფო არის ძლიერი და თუ იმას ილუზია აქვს იმის, რომ სააკაშვილთან, ესე იგი, გაქცეული სააკაშვილი საქართველოში რამე არეულობას შეძლებს. თუმცა ეს მისი სურვილია, მე არ გამოურიცხავ ამას და პირიქით გიდასტურებთ, რომ ეს მისი სურვილია, ერთადერთი საზრუნავია. რომ ქვეყანაში სიტუაცია აერიოს რაღაც მოხდეს, მაგრამ მეორე რეალობა, რომელიც არავის არ უნდა დაავიწყდეს. და მე მინდა შევახსენო ადამიანებს, რომ არავინ არ წამოიგოს პროვოკაციას. სააკაშვილის მიერ დაგეგმილ ბინძურ პროვოკაციას სახელმწიფო და ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ სახელმწიფო იქნება დაუნდობელი ასეთი ბოროტი განზრახვის წინააღმდეგ. და მათივე სიტყვებით მინდა მივმართო. რომ არც კი იფიქრონ ამაზე. და მე დარწმუნებული ხარ, სასცილო უბრალოდ ხა ამას შეიძლება სერიოზული კომენტარიც კი არ უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ კიდევ გიმეორებთ, ეს ადამიანები თქვენს ატყუებენ უბრალოდ. რომ მათი გუნდი ეს რაღაც 20-30 კაცი რომელიც ხალხს შეგოწიწებული არ ჩამოეშალოთ, არ ჩამოენგრათ ეს ეგრეთ წოდებული პარტია. კი ბატონო, მაგრამ მე მაინტერესებდა კონკრეტულად რა ინფორმაცია არსებობს. ის ინფორმაციაა, რომ ესენი ყოველთვის არიან და იქნებიან ყოველთვის მუდამ. როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს სახელმწიფო. ყოველთვის მოწოდებული რომ კონკრეტული ინფორმაცია, რომ ისინი გეგმავენ არეულობას, რომ ქვეყანაში აერიოს სიტუაცია მოხდეს დესტაბილიზაცია და შემდეგ. ასე რომ, მაგრამ მეორეა რომ სახელმწიფო ამას არ დაუშვებს და ჩვენი ხელისუფლება ამას არ დაუშვებს არასოდეს. ვინც არ უნდა იყოს 10 და 100 მიშ სააკაშვილი იყო. ჯერ ერთი კითხვა უნდა დასვან ასეთი. რომ სააკაშვილი რომელსაც ჰქონდა პოლიცია, ჯარი, ხელისუფლება, დიქტატურა ყავდა, რეალურად გაფორმებული ჰქონდა დიქტატურა, ხო? ფული, ყველაფერი ჰქონდა მას აბსოლუტურად. მაშინ ვერ დაუპირეს, ვერ გაბედა და ვერც გაბედავდა, იმიტომ რომ იცოდა რომ როგორ დამთავრდებოდა ეს. სახელმწიფოს და ქვეყნის წინააღმდეგ გასვლა ვერ გაბედა. თუმცა ეს მისი სურვილი იყო მაშინაც. და მოვედით ჩვენ და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც მარცხს სასწაული მოახდინა
და ეს რეალობა შეცვალა, ხელისუფლება ძალიანაც გამოვარდით. Როგორ წარმოგიდგენთ, როგორ შეიძლება რომ გონიერმა ადამიანმა დაუშვას ეს ფიქრი გაუშვას, რომ სააკაშვილი დღეს რეალობა შეცვლის. ეს არის ყალბი რეალობა, რომელსაც მისი ტელევიზიები და მისი მხარდამჭერები ქმნიან ქაოსს და ილუზიას. რეალობა სხვა რეალობა არის ის ქალბატონი, რაზეც მე გელაპარაკეთ. და ჩვენ ვართ ძლიერი მთავრობა, ძლიერი სახელმწიფო. და ჩვენ არათუ სააკაშვილის მხრიდან დაგიგმით პროვოკაციას, არავის მხრიდან დაგიგმით პროვოკაციას არ დავუშვით ქვეყანაში. ანუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია და არა ეჭვი. ინფორმაცია რა თქმა უნდა, არ ინფორმაციები გვაქვს, რომ ისინი რაღაცებს გეგმავენ მუდმივად, დაგეგმავენ კიდევაც, მაგრამ სახელმწიფო მათ ძალიან კაცრად უპასუხებს. თქვენ საქმისში ხართ ამ გამოძიების თაობაზე, რომელზეც იზორია საუბრობს. თქვენ მკითხეთ 15 ნოემბერზე, მე კონკრეტული ინფორმაცია მაქვს. შესაბამის უწყებებიდან, რომ ისინი მართლაც გეგმავენ ჩამოიყვანონ ადამიანები რაიონებიდან, რეგიონებიდან, უხდიან 15-დან რაღაც 50 ლარამდე, ჩემი განცხადების შემდეგ ის უკვე 50 ლარს სთავაზობენ, ალბათ დღის შემდეგ უკვე 100-ს გადაუხდიან. მათ სულს ჩამოიყვანონ ეს ადამიანები, რამდენიმე ასეული ადამიანი, ერთმანეთს აცემინონ, შემდეგ თქვენ რომ აი მთავრობა მოაწყო პროვოკაცია. მათ თავში, ასე ვთქვათ, მუდმივად ასეთი იდეები და აზრები ტრიალს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ რეალობა, აქ მათ ეს ასაცილო უბრალოდ. მათი ეს ყველაფერი ეს ფდელობა არის ასაცილო უბრალოდ. იგივე ხა შალვა ნათელშუმარო დაგმოს რაღაცა. აბსოლუტურად იგივეა. უბრალოდ არის უფრო მეტად მობილიზებული, ორგანიზებული შალვა ნათელშუმარო დღეს სააკაშვილი. ერთ-ერთი ერთმანეთს გვანან. კარგით. მე არ მინდა ისე გაგიშვათ ამ ეთერიდან. შალვა ნათელაშვილი არის ძალიან ახლობელი სააკაშვილის და რას გულისხმობთ ახლობლობაში? არა, ნუ, ასე ვთქვათ, ეს ყველამ კარგად იცის, რომ რაც არის ნაციონალური მოძრაობა, იგივე ნათელაშვილი, ერთ დონეზე არის დასავლები უკვე. და ერთი სტილი აქვს უკვე მათ. კარგი. ასე რომ თქვენ როგორ ფიქრობთ, სერიოზულად უნდა აღვიქვათ შალვა ნათელაშვილის რაიმე განცხადება, რაიმე? მე არ ვიცი თქვენ რას აღიქვამ და რას არ აღიქვამ სერიოზულად, მე უბრალოდ გისვათ ამ კითხვას, იმიტომ რომ ლევან იზორიამ გააკეთა ეს განცხადება, რომ გამოძიება არის თურმე აღძრული 315 მუხლი. ეს იყო ძალიან სერიოზული და ვის ეხებოდა მას არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ამ არა სერიოზული არის კონსტიტუციური წყობილების შეცვლაზე. გულავას სავარაუდო წერილი. არა, მე გეუბნებით, რომ ეს ადამიანები ყოველთვის ამას ფიქრობენ, იფიქრებენ. 10-20 წლის მერეც იფიქრებენ მაგას. მაგრამ მათ მოუწევთ 100 წელი და 200 წელი მოუდინენ. ბატონო ირაკლი, ერთი კითხვა უნდა დაგისვათ კიდევ ვიდრე დაგემშვიდობებით. ხომ არ გეგმავთ შემთხვევით რაიმე მოლაპარაკება აწარმოოთ რუსეთის ხელისუფლებასთან? ამას გეკითხებით იმ კონტექსტში დაუშვათ რაც ხდება ჩვენს გარშემო. თქვენი შეთავაზება აფხაზების მიმართ, რომელიც ასევე თქვენი ოპონენტების მხრიდან ძალიან რომელსაც მოყვა ძალიან არც თუ ისე სახარბიელო რეაქცია, გულისხმობ პროცესს თქვენ ბრძანეთ აფხაზიერის და მათი თვითგამორკვევისთვის ბრძოლის შესახებ გააკეთეთ განცხადება. რას ნიშნავდა ეს თქვენი განცხადება და თქვენი შეთავაზების კვალდაკვალ ევროპული კონტექსტი, როდესაც ახსენეთ აფხაზებისთვის შეთავაზებული ინიციატივასთან დაკავშირებით, რას ნიშნავდა და ხომ არ იგეგმება პუტინთან შეხვედრა, თუნდაც ან თქვენი, ან ქვეყნის პრეზიდენტის. რა შეგიძლიათ რო გითხრათ? ასე კონკრეტულად არ განიხილება დღეს ჩვენს ხელისუფლებაში შესაძლო შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან. თუმცა ჩვენ ამის თაობაზე განვაცხადეთ, რომ ზოგადად მზაობა გვაქვს. მეც მაქვს საუბარ, ზოგადად ჩვენ ხელისუფლებას აქვს მზაობა, რომ შედგეს შეხვედრა, მაგრამ შეხვედრა შეიძლება მომზადება. შეხვედრისთვის არ უნდა შეხვედრა შედგეს პუტინთან, გააქვთ ამის მზაობა. ამის თაობაზე ჩვენ განვაცხადეთ. კიდევ ვადასტურებ, მაგრამ ამას შეიძლება კარგი მომზადება. და ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული კონკრეტულ შესაძლო შედეგებზე, რაც შეიძლება მოყვეს ამ შედეგს, ამ შეხვედრას. ამიტომ ამას ნაჩქარევად, ნაუცბადევად გაკეთება, რა თქმა უნდა, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. პირიქით, ამაში შეიძლება კარგი მომზადება. რაც შეეხება აფხაზეთის თემას თქვენ ახსენეთ, რა თქმა უნდა, მე ვარ ძალიან შეწუხებული იქ განვითარებულ მოვლენებით. ჩემი შეთავაზება ერთგვარი ეს, მე ზოგადად შეიძლება არასდროს გაიგეს ჩვენმა მეგობრებმა და არა მხოლოდ მეგობრებმა, ოპონენტებმაც. მე ძირითადად აქცენტი გავაკეთე ნდობაზე და ნდობის აღდგენაზე. მე აქცენტი გავაკეთე აფხაზეთის ჩვენი სატკივარის მომავალზე. ჩვენს ტერიტორიაზე, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დღემდე მოგვიტანეს, ხო? და დღეს ამ მხოლოდ არის ოკუპირებული. მე გავაკეთე იმაზე, რომ აფხაზი ეთნოსის გადარჩენა, ასე ვთქვათ, არის ყველაზე მთავარი ამოცანა ჩვენთვის, პირად ჩემთვის. ჩვენ მათზე განვიცით რეალურად გულწრფელად გეუბნებით ამას ყოველგვარი პოლიტიკური განცხადების გარეშე. და მათი პერსპექტივა, ეს არის ქართული, ევროპული პერსპექტივა. მე ამის მჯერა, რომ მათ აქვთ ერთადერთი შანსი, რომ განვითარდნენ ჩვენთან ერთად. იმიტომ ეს არის ბუნებრივი მოცემულობა. ეს არის კანონზომიერება, რომელიც დაირღვა 25 წლის წინ. ეს უნდა აღდგეს. მაგრამ ეს უნდა აღდგეს ნდობის აღდგენასთან ერთად. ამიტომ საჭირო აფხაზთა და ქართველებს შორის აღდგეს ნდობა.
აი ამაზე ვისაუბრეთ ძირითადად ის ავტონომია რო ვახსენე, ამ კონტექსტში ვახსენე, რომ ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ფართო ავტონომია, ვისაუბროთ. ოღონდ საქართველოს შემადგენლობები, ვინაიდან მათ ჩვენს გარეშე არ აქვს პერსპექტივა. ეს არის რეალობა და მე მინდა რომ ეს დაიჯეროს, ეს გაიაზროს და მე ვიცი რომ იქ არიან ადამიანები, რომლებიც გულწრფელად ნერვიულობენ ამ შესაძლო ხელშეკრულების გაფორმებაზე. ჩვენი საგარეო უწყება და მთელი სამინისტროები არის მოტივირებული 20 საათის განმავლობაში მუშაობენ და ჩვენ პრაქტიკულად თელ საერთო თანამეგობრობას ვაცნობთ ამის საუბაზე. იცით რა, ჩვენს კონსტრუქციულ პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, როცა მოყვა ასეთი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ჩემთვის გაუგებარი იყო. მართლა გაუგებარი იყო და აუხსნელი იყო. თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არის რეალობა. ველოდით დღეს, ვერ გეტყვით, შეიძლება ველოდით ქართულებას, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჯერ კიდევ გვაქვს ჩვენ შანსი, რომ გამოსროლდეს სიტუაცია. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. ძალიან დიდი მადლობა. მაინც არ დამასრულებინით რაღაცები, მაგრამ არა უშავს ყვადრებს. რა, რისი დასრულება გინდოდათ? არა, ძალიან რისი დასრულება გინდოდათ? მე აფხაზეთის თემაზე მინდოდა უბრალოდ შევაჯამო, რომ ჩვენი მიდგომა, ჩვენი ასე შეთავაზება, გნებოდაც დავარქოთ, რა თქმა უნდა არის კონკრეტული წინადადება, რომ ჩვენ გვსურს მათი აფხაზი ეთნოსის გადარჩენა, მათი განვითარება ჩვენთან ერთად. ეს არის ჩემი გულწრფელი შეთავაზება, რომ მოხდეს საქართველოს როგორც ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყანასთან ერთად ქვეყნის ფარგლებში მათი განვითარება, მათი ინტეგრირება საბოლოოდ და მათი ასე ვთქვათ რეალური შერიგება. თუმცა ჯერჯერობით მათი მხრიდან შემხოდრი ნაბიჯები არ იდგმება და საუბარი არის იმაზე, რომ აფხაზეთის შემდეგ შესაძლებელია ეგრეთ წოდებულ მე ძალიან განვიხდი, რომ სულ რამდენიმე წლის წინ ჩვენ სადგურს დაემატა 2008 წლის ომი, კოდორი დავკარგეთ 100 მეტი სოფელი სააკაშვილის გაუძლებელი პოლიტიკის შედეგად დავკარგეთ და მივიღეთ 25,000 ახალი დევნილი. რა თქმა უნდა, ეს არის ჩემი სადგური, ეს არის ჩემი ვეტო, რომელიც უნდა დავძლევთ. დაძლევთ კი, ფიქრობთ, ყველა ხელისუფლება ასე მოდის ხოლმე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობას დებს, მაგრამ ჯერჯერობით არც ერთ ხელისუფლებას არ გამოუვიდა ეს. თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი ხელისუფლების პირობებში ეს დაიძლევა? ჩემი ხელისუფლება, ჩვენი ხელისუფლება ხალხთან ერთად, კონსოლიდირებულ საზოგადოებასთან ერთად ჩვენ ყველაფერს შევძლებთ. ამაში და გონივრული პოლიტიკის განხორციელება და ქვეყანაზე და ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელება. ძალიან დიდი მადლობა და ვიდრე დაგემშვიდობებით, ბიძინა ივანიშვილის რამდენად ხშირად ხვდებით ხოლმე და კონსულტაციებს თუ იღებთ მისგან? ან მე გადაწყვეტილებას მე ვფიქრობ, რომ გააქვთ ალბათ, ხო? ძალიან აქტიური კომუნიკაცია მაქვს, რა თქმა უნდა, მე ეს არ დამემალავს. მინდა გითხრათ, რომ პატონ ბიძინას 10 წელი ვიცნობ და მიცით, რომ ძალიან ასე ვთქვათ ახლო ურთიერთობა მაქვს მასთან. მე ეს არასდროს არ დამემალავს. არ მიკადრებია, რომ რაღაც დავმალო. და ისიც არ დამემალავს, რომ რჩევას ვეკითხები. და პირიქით მე ვისურვებდი, რომ პატონი ბიძინა ივანიშვილის ნაირი ერიშვილები და მამულიშვილები იყვნენ საქართველოში და ვისურვებდი, რომ ასეთი მრჩევლები მყავდეს. თუმცა ეს ფუფუნება და მრჩეველი არ არის იგი, თქვენ დაუშვათ თქვენ გადაწყვეტილებებს რაღაცა მნიშვნელოვანს მას არ უთანხმებთ, კონსულტაციებს არ გადიხართ. ან მე გითხარით, რომ მე რჩევას ვეკითხები, მნიშვნელოვან სტრატეგიულ საკითხებზე მე ეს არ დამემალავს, ყოველთვის მithქონს და ამაში უჩვეულს ვერ ხედავ ვერაფერს და მე მინდა მოსახლეობას გამომარტო. ყველა ნორმალურ ცივილიზებულ განვითარებულ ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტები რჩებიან, როცა გადიან ისინი სამოქალაქო საზოგადოებაში, სექტორში. ახალი პრეზიდენტი ყოველთვის, თითქმის ყოველთვის კონსულტირებენ, რჩევებს კითხულობენ წინა პრეზიდენტებისგან. ეს ნორმალური პრაქტიკაა, ეს არის ჯანსაღი მიდგომა. იმიტომ ეს ადამიანს, რომელიც რომის რჩევაში მე არასოდეს ეჭვი არ შემპარვე, არ შემეპარება არასოდეს. ვიცი რომ ის რჩევა არის მორგებული, თავიდან ბოლომდე არის გააზრებული, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღო ჩვენი ქვეყნისთვის, ხო, ჩვენი ხალხისთვის. რატომ არ უნდა მივიღოთ რჩევა? მე სიამოვნებით კითხავთ რჩევას. თუ ამის ნებას მომცემთ. მე მკითხავთ? კი, რა თქმა უნდა. რა ვიცი, კი, თუ რამეში მე გამოგადგებით როგორც მედია მიმართულებით, კი ბატონო. კი ბატონო. ძალიან დიდი ეფექტურად რომ გავაშუქოთ ჩვენი მიღწევები. კი ბატონო, სიამოვნებით, მე ვარ ყოველთვის მზად ჩვენი პრობლემა ის არ უნდა იყოს მთავარია, რომ ადამიანები მოვიდნენ აქ და კონკრეტულ თემებზე, კონკრეტულ საკითხებზე ისაუბრონ, თორე ჩვენი ეთერი არის ყოველთვის მზად ნებისმიერი თემის გასაშუქებად. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო და ერთი კითხვა, რადგან ბიძინა ივანიშვილს ხშირად ხვდებით ხოლმე, მართლა იწყებს გადაცემას და როდის იწყებს ხო არ იცი? ველოდით. არა, ვერ ველოდებით, იმიტომ რომ ცოტა ნერვიულობ, ძალიან სერიოზული კონკურენციის გუშინია, რომ განსაკუთრებით არ დაემთხვეს ეს დავსვათ. ეს ჯანსაღია და ეს გამოიწვევს ხარისხის განვითარებას. დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ ბატონო ირაკლი, უღრმესი მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. მასე ეს ხო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე წუთში დაუბრუნდებით ჩვენ პირდაპირ ეთერში, დაგველოდეთ.
მაშასე ჩვენს მიერ დასმული შეკითხვა დღევანდელ ინტერაქტივში რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი? თქვენ მოისმინეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი პასუხები განვლილ 2 წელთან დაკავშირებით, მოისმინეთ მისი პასუხები, რა შეიძლება, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები კოალიციაში, გეგმავს თუ არა იგი სამთავრობო ცვლილებებს, რა პასუხები ჰქონდა მას ირაკლი ალასანიაზე, რა პასუხები ჰქონდა მას ქვეყნის ეკონომიკაზე, იგრძნო თუ არა ხალხმა იმ ადამიანებმა, ვინც ქართული ოცნების გვერდით იდგა 2012 წლის არჩევნების შემდეგ საკუთარ თავზე ხელისუფლების ცვლილება, თუმცა საბოლოო პასუხი მაინც ალბათ დაიდება მომავალ არჩევნებში, როგორ შეაფასებს ხალხი ამ ხელისუფლების საქმიანობას. მანამდე კი მოდით ერთად შევაჯამოთ ჩვენი ინტერაქტივი შეკითხვა, რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი, სამუშაო ადგილების შექმნა, სამართლიანობის აღდგენა თუ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარება? ხმების უმეტესობა რასაკვირველი, ალბათ მოლოდინი ჩვენიც ასეთი იყო, სწორედ პირველ პასუხზე არის სამუშაო ადგილების შექმნა. ეს არის ალბათ ის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც როგორც უკვე ითქვა დღევანდელ გადაცემაში, ძალიან ბევრი ხელისუფლების პრობლემა იყო ამ ქვეყანაში და ჯერჯერობით ეს პრობლემა კვლავ გადაუჭრელია. დავიტოვოთ იმედი, რომ ამ პრობლემის შესახებ ცოტა კიდევ უფრო წარმატებები ექნება ჩვენს ქვეყანას, ასეთი იყო დღევანდელი რეაქცია. ჩვენ კი აქვე გახსენებთ, ერთმანეთს შევხვდებით უკვე კვირას საღამოს 8-ზე. კვირას საღამოს 8-ზე პირდაპირ ეთერში გავა პირველი გადაცემა სახელწოდებით იმედის კვირა. ეს იქნება ძალიან საინტერესო თემები, ძალიან საინტერესო სტუმრები, ძალიან საინტერესო თემატიკას გიმზადებთ, ასე რომ გემშვიდობებით მხოლოდ 2 დღით კვირას საღამოს 8-ზე ჩვენ ერთმანეთს იმედის კვირაში უხდებით. ნახვამდის.